გამარჯობა. დღეს ვსაუბრობთ მეხსიერებაზე, პროცესორზე, მონაცემთა ტიპებზე და ორობით ლოგიკაზე, ხოლო ლექციის მეორე ნახევარში ავხსნით Java-ს. მეხსიერება არის კომპიუტერის შინაგანი სივრცე, რომელიც პასუხისმგებელია და ინფორმაციის შენახვაზე, ხოლო შემდგომ მის გამოყენებაზე. წარმოვიდგინოთ დიდი უჯრებიანი ქაღალდი, სადაც თითოეულ უჯრაში მოთავსებულია ან 0, ან 1. მეხსიერება სწორედ ამ პრინციპით ინახავს ინფორმაციას, მაგრამ აქ გვაქვს ერთი პრობლემა. როგორ შეგვიძლია თითოეული უჯრის იდენტიფიკაცია, თუ თითოეულ უჯრას არ გააჩნია უნიკალური მისამართი. პარალელურად გავდოთ რეალურ სამყაროში. წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც გვაქვს 1000 სახლი და გვაინტერესებს ერთ კონკრეტულ სახლში რა ინახება. ამისთვის ჩვენ გვჭირდება მისი უნიკალური მისამართი, რომ მივაგნოთ აი ამ სახლს. როგორც ხედავთ, გავხსენი notepad-ი და დავწერე hello world-ი, დავასეივე. ახლა კი შეგვიძლია ერთი მარტივი ბრძანებით ვნახოთ, როგორ ინახება ის მეხსიერებაში ორობითი სისტემით. კარგად დააკვირდით, თითოეულ სიმბოლოს უწერია თავისი ორობითი მნიშვნელობა. აი ეს არის H, I, L, L, O, ძიმე და ასე შემდეგ. აი ეს მაგალითად არის space. ხოლო ეს არის წანაცვლება, ფაილის შიდა წანაცვლება. მაგალითად, პირველი სიმბოლო არის მე0, ეს არის პირველი, მეორე, ასე შემდეგ. აი space უკვე არის მე6 გადანაურით. რეალურად მე7-ია, მაგრამ რადგან 0-ით ვიწყებთ დაცვლას, ეს გამოდის მე6. ხოლო აი ეს არის შემდეგ ხაზზე გადმოსვლა, რომელიც არის მე13, მაგრამ წანაცვლების მიხედვით მე12, რადგან 0-ით ვიწყებთ დაცვლას. ჩვენს მიერ ჩაწერილი hello world-ი მეხსიერებაში აი ამ პრინციპით იქნება წარმოდგენილი. ნულებისა და ერთების ბადით. თუ დაკვირდებით, თითოეულ ხაზზე არის 16 ბიტი, ანუ 2 ბაიტი. ანუ თუ დავყავთ ბაიტებად, მივიღებთ თვალსაჩინოვნებისთვის აი ესეთ შედეგს. თითოეული ბაიტი ინახავს ერთ სიმბოლოს. ანუ თუ მაგალითად დავყავთ, ეს იქნება hello, ძიმე, space და world. ახლა როდესაც ვნახეთ, როგორ ინახება ინფორმაცია მეხსიერებაში, ვნახოთ მისი ფიზიკური სახეები. ეს არის RAM-ი, ანუ დროებით მეხსიერება, სადაც ინფორმაცია ინახება დროებით. როდესაც ლეპტოპში ჩვენ გავხსნით რაიმე ბრაუზერში tabs, მისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია შეინახება RAM-ში, ხოლო როდესაც ბრაუზერს გავთიშავთ, ეს ინფორმაცია შესაბამისად წაიშლება. მეორე მეხსიერების სახე კი არის მუდმივი მეხსიერება, რომელიც ორ ძირითად ტიპად იყოფა. ეს არის HDD და SSD. HDD ინფორმაციას ინახავს მბრუნავ მაგნიტურ დისკებზე, სადაც ინფორმაციის ჩაწერა და წაკითხვა ხდება აი ამ მექანიკური თავაკით. შესაბამისად, მასზე ინფორმაციის ჩაწერა და წაკითხვა შედარებით ნელია. მაგრამ მას აქვს ერთი სუსტი წერტილი. ის გრძნობიარეა მაგნიტურ ველზე. თუ HDD-ზე დაგჭირდებათ ინფორმაციის წაშლა, შეგიძლიათ სულ რაღაც ტრაილერის ზომის მაგნიტი მოიტანოთ და დაუდოთ HDD-ს წინ. ხოლო SSD ინფორმაციას ინახავს მეხსიერების ჩიპებში და არ გააჩნია არანაირი მოძრავი ნაწილი. შესაბამისად, მასზე ინფორმაციის ჩაწერა და წაკითხვა გაცილებით სწრაფად ხდება ვიდრე HDD-ზე. ასევე ის არ არის გრძნობიარე მაგნიტურ ველზე. სამაგიეროდ, მასზე ძლიერი ძაბვის შეშვებით შესაძლებელია მის მარტივად დაწვა. ასევე ისუიათ შემთხვევებში, მზისგან გამოტყორცილმა ტალღამ შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების ჩიპში 1 ბიტის ცვლილება. ალბათ ყველას წაგიშლეთ რაიმე ფაილი, ტელეფონიდან, ლეპტოპიდან და გიფიქრეთ, სად მიდის ჩემს მიერ წაშლილი ფაილი. რა თქმა უნდა, ის ვიდის ურნაში, ეგრეთ წოდებულ ბინში, მაგრამ როგორ გამოიყურება ეს პროცესი მეხსიერების რუკაში. აქტიური ინფორმაციისგან განსხვავებით, ის აღინიშნება როგორც დაბლოკილი, ანუ ინფორმაცია არ წაშლილა, უბრალოდ იმის მიმანიშნებელია, რომ გადატანილია ურნაში. ხოლო თუ გვინდა რომ ინფორმაციის წაშლა მთლიანად შესაძლებელი იყოს, მაშინ ჯერ უნდა წაიშალოს ურნიდანაც. ხოლო ურნიდან წაშლის შემდეგ ის აღინიშნება როგორც წაშლილი. ანუ აღარ არის დაბლოკილი, მაგრამ ინფორმაცია მაინც არ იშლება, ინახება, უბრალოდ საჭიროებისამებრ შეგვიძლია ამ ადგილას რაიმე ახალი ინფორმაციის გადაწერა. ალბათ არავინ ამბობთ, რომ თქვენ SSD შეუძლია 512 მილიარდი ბაიტი ინფორმაციის შენახვა. სწორედ ამიტომ შევქმნით მეხსიერების საზომი ერთეულები. როგორც იცით, ყველაზე მცირე ერთეული არის 1 ბიტი. შემდეგ მოდის ბაიტი, რომელიც არის 8 ბიტი, შემდეგ კილობაიტი, 1000 ბაიტი, შემდეგ იგივე პრინციპით მეგაბაიტი, გიგაბაიტი, ტერაბაიტი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს სისტემა ეფუძნება 10 ბიტს, ანუ 10-ის ხარისხებს. კომპიუტერი კი ორობით სისტემაზე მუშაობს. ანუ გვჭირდება ისეთი საზომი ერთეული, რომელიც ეფუძნება არა 10-ის ხარისხებს, არამედ 2-ის ხარისხებს. სწორედ ამიტომ გვაქვს კიბიბაიტი, მებიბაიტი, გიბიბაიტი და ასე შემდეგ, რომელიც რაოდენობა არა 1000, არამედ 1024, რომელიც არის 2-ის ხარისხი. როდესაც ლეპტოპს ვიყიდით, დააწერია 512 გიგაბაიტი, რეალურად ზუსტად აი ამ მიზეზის გამო ის არის 466 გიგაბაიტი, ანუ დაკარგული 36 გიგაბაიტი.
როგორც შეტყვეთ, მეხსიერება უბრალოდ ნედლი ინფორმაციაა, მხოლოდ ნულები და ერთები. სანამ მასზე არ იმუშავებს პროცესორი, ანუ Central Processing Unit. ის არის კომპიუტერის ტვინი, რომელიც საშუალებითაც კომპიუტერი ასრულებს ნებისმიერ ინსტრუქციას. პროცესორი მუშაობს როგორც შეფის სამზარეულოში, იღებს რეცეპტს, ანუ ინსტრუქციას, ამუშავებს ინგრედიენტებს, ანუ მონაცემებს და იღებს მზა კერძს, ანუ შედეგს. დასკვნა კი აქედან ის არის, რომ მეხსიერება უბრალოდ მკვდარი ინფორმაციის საცავია, სანამ მასზე პროცესორი არ იმუშავებს. ასე გამოიყურება პროცესორი, რომელიც ვერ იარსებებდა ტრანზისტორების გარეშე. ეს არის მცირე ელექტრული მოწყობილობა, რომელიც დენის მართვას უზრუნველყოფს. თანამედროვე პროცესორებში გვხვდება მილიარდობით რაოდენობით მცირე ზომის ტრანზისტორი. კი შედგება 3 ძირითადი ნაწილისგან. ესენია: კოლექტორი, საიდანაც დენი შემოდის, ემიტერი, საიდანაც დენი გადის და ბაზა, რომელიც აკონტროლებს დენის მიმოცვლას კოლექტორსა და ემიტერს შორის. ბაზაზე მცირე ძაბვის მიწოდებით კოლექტორიდან ემიტერში გადის დიდი რაოდენობით დენი. ეს ფუნქციონალი შეგვიძლია შევადაროთ ონკანს. როგორც მილი, საიდანაც წყალი შემოდის კოლექტორი, საიდანაც გადის წყალი ემიტერი და ონკანის სახელური, როგორც ბაზა. მცირეთი სახელურის მოტრიალებით ჩვენ კოლექტორიდან ემიტერში ვატარებთ დიდი რაოდენობით წყალს. მურის კანონი გვეუბნება, რომ 1970 წლიდან დღემდე ყოველ 2 წელიწადში თითოეულ პროცესორში საშუალო ტრანზისტორების რაოდენობა ორმაგდება. თუ კარგად დავუკვირდებით გრაფიკს, 1970 წლიდან დღემდე 1000 ტრანზისტორიდან მოვიდით 50 მილიარდამდე. ახლა როდესაც ვიცით, რომ მეხსიერება უბრალოდ ნულებისა და ერთების რუკა, ვაწყრებით პრობლემას. საიდანაც ეს კომპიუტერმა როგორ უნდა განმარტოს მეხსიერებაში არსებული ნულები და ერთები. მაგალითად, აქ ნაჩვენები 1 ბაიტი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი რამე. მაგალითად, 65 ან 100A, ან თუნდაც ნებისმიერი რაიმე სხვა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება რაღაც სახის კონტექსტი. ხოლო მონაცემთა ტიპები კომპიუტერს ეუბნება, როგორ განმარტოს მეხსიერებაში არსებული ბიტები. ერთ-ერთი მონაცემთა ტიპი არის unsigned integer, ანუ მთელი არაუარყოფითი რიცხვები. წარმოიდგინეთ, გჭირდებათ ადამიანის ასაკის შენახვა. ადამიანის ასაკი ფიზიკურად ვერ იქნება უარყოფითი რიცხვი. ამიტომ არ გვჭირდება ისეთი ტიპი, რომელიც შეძლებს უარყოფითი რიცხვების შენახვას. თუ გვაქვს მაგალითად 8 ბიტიანი არაუარყოფითი მთელი რიცხვი, მაშინ მაქსიმუმ მნიშვნელობა შეგვიძლია შევინახოთ 255, 16 ბიტის შემთხვევაში 65525 და ასე შემდეგ. მაგრამ ასევე არის მონაცემთა ტიპი, რომელსაც შეუძლია ისევე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მთელი რიცხვების შენახვა. ამისთვის კი ის იყენებს 1 ბიტს, რომ წარმოადგინოს რიცხვი დადებითია თუ უარყოფითი. 8 ბიტის შემთხვევაში ჩვენი მნიშვნელობათა დიაპაზონი არა 0-დან 255-მდე იქნება, როგორც წინა შემთხვევაში. არამედ ახლა ჩვენი მნიშვნელობები რაოდენობა შვაზე გაიყოფა, ნახევარიწება უარყოფითებისკენ, ხოლო ნახევარი დადებითებისკენ. ანუ მნიშვნელობები იქნება -128-დან 127-მდე. 16 ბიტის შემთხვევაში შესაბამისად და ასე შემდეგ. გავხსნათ მომენტი წინა დავალებიდან, სადაც ჩაკრულოს ხმის ტალღებს ვაგზავნებდით ვოიაჟერით. იქ გჭირდებოდა ისევე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი რიცხვები. როგორც ვთქვით, მარცხნიდან პირველი ბიტი გამოიყენება იმის გასარკვევად, რიცხვი დადებითია თუ უარყოფითი. 0 გვიჩვენებს, რომ რიცხვი არაუარყოფითია, ხოლო 1, რომ რიცხვი უარყოფითია. ანუ როდესაც ვიწყებთ დაცვლას 8 ბიტის შემთხვევაში, მაგალითად 0, 1, 2 და როდესაც ვიღებთ 127-მდე, ანუ 7 ბიტის მაქსიმუმს მივახცევთ, შემდეგი მნიშვნელობა რა არის? 1 და 0-ები, ხო? ეს უკვე აღწერს უარყოფით რიცხვს. მინიმალურ უარყოფით რიცხვს, ანუ -128-ს. და შემდეგ ის წამოყვება -127, -126 და ასე შემდეგ წრიულად ისევ მოვალთ 0-ზე. ანუ 1, 1, 1 და ასე შემდეგ 8-ჯერ მისი მნიშვნელობა იქნება -1. მაგრამ რატომ ხდება ესე დატრიალება? როდესაც მაქსიმუმ მნიშვნელობას მივაღწევთ, ისევ 0-ზე მივდივართ. ეს ხდება overflow-ს გამო. მაგალითად, თუ ავიღებთ არაუარყოფით მთელ რიცხვებს და ჩავწერთ 255-ს, ანუ მის მაქსიმალურ მნიშვნელობას და კიდევ შევეცდებით, რომ 1 დავუმატოთ, მივიღებთ არა 256-ს, არამედ 0-ს. აქ იგივე პრინციპია, როგორც 99-ს დავუმატოთ 1, ვიღებთ 100-ს, მაგრამ თუ ორი ციფრი შეგვიძლია მარტო გამოვიყენოთ, 1 ჩამოეჭრება და ვიღებთ როგორც 0-0. ამ უწყინარმა მოვლენამ კინაღამ სოფლიო კოლაფსიც გამოიწვია 2000 წელს, თარიღების შენახვის გამო, რომელსაც დავალებაში ვიხილავთ. Unsigned integer-ი გვხვდება სხვადასხვა ზომის, ყველაზე მცირე არის ბაიტი, ანუ 8 ბიტიანი, short-ი 2 ბაიტიანი, int-ი 4 ბაიტიანი და long-ი 8 ბაიტიანი. თუ დაკვირდებით, 4 მონაცემთა ტიპი ინახება ერთ და იგივე ფორმის ყუთში, მაგრამ
მათი ზომიდან გამომდინარე, გვაქვს სხვადასხვა ზომის კონტეინერები. უფრო დიდი ზომის კონტეინერს შეუძლია უფრო დიდი რიცხვის შენახვა. აწილად რიცხვების შემთხვევაშიც იგივეა. მათთვისაც გვაქვს მონაცემთა ტიპები, რომლებიც არიან float-ი და double-ი. პრინციპი იგივეა. ორივე ინახავს ერთ და იგივე ტიპის ინფორმაციას, უბრალოდ განსხვავებული ზომის. მაგალითად, double მძიმის შემდეგ უფრო მეტი რიცხვის შენახვა შეუძლია ვიდრე floats. შესაბამისად, მათი კონტეინერებიც ფორმაში იგივეა, უბრალოდ განსხვავდება ზომაში. float შეუძლია 4 ბაიტიანი ინფორმაციის შეტევა, ხოლო double 8 ბაიტიანის. შემდეგ მონაცემთა ტიპი არის характერი, შემოკლებით char, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი სიმბოლო. როგორც ვიცით, კომპიუტერები ნებისმიერ სიმბოლოს და რიცხვს ინახავენ ნულებისა და ერთების საშუალებით. ასევე ისიც ვახსენეთ, რომ მნიშვნელობა აქვს კონტექსტს, ხო? მაგალითად, თუ კონტექსტი არის, რომ აი ეს ინფორმაცია მეხსიერებას შენახული 1 ბაიტი არის int-ი, მაშინ კომპიუტერი მას განმარტავს როგორც 65. მაგრამ თუ ვიცით, რომ ჩვენი მონაცემთა ტიპი არის char-ი, მაშინ აი ეს ბაიტი იქნება 100a. ასევე გვაქვს ბულიანი, რომელსაც შეუძლია ორი მნიშვნელობის მიღება. ეს არის ან true, ან false, ანუ სწორი, ან არასწორი. რიცხვების საშუალებით 1 ან 0. ბულიანი ქვია ჯორჯ ბულის საპატივცემულოდ, რომელმაც შექმნა ბულის ალგებრა ლოგიკის დარგში. ამ სხდზე კი უკვე ხედავთ ჩვენს მიერ ნასწავლი მონაცემთა ტიპების სახელებს, მათ შესაბამის ზომებს და მნიშვნელობათა დიაპაზონს. ენები გადაწყვეტილებებს ვიღებთ არსებული ცოდნიდან გამომდინარე. მაგალითად, ვიცით, რომ თუ ხვალ კარგი ამინდი იქნება მდინარეზე წავალ და ასევე ვიცით, რომ ხვალ კარგი ამინდია. აქედან შემიძლია ლოგიკური დასკვნის გაკეთება, რომ მდინარეზე წავედი. ხოლო ეს თითოეული დებულება, ანუ წიანდადება, არის ფაქტი სამყაროს შესახებ ცოდნის გამომსახველ ენაზე. ადამიანებს არსებული ცოდნიდან გამომდინარე დასკვნის გაკეთება ბუნებრივად შეგვიძლია. მაგრამ რა ხდება კომპიუტერებში? იმისთვის, რომ კომპიუტერსაც მივცეთ შესაძლებლობა დასკვნის გაკეთების, ვიყენებთ პროპოზიციურ ლოგიკას. ხოლო თითოეული წიანდადების გამოსასახად ვიყენებთ პროპოზიციურ სიმბოლოებს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რაიმე, მაგალითად, 100a, b, c და ასე შემდეგ. შეიძლება b აღნიშნავდეს, რომ დღეს კარგი ამინდია. ან c აღნიშნავდეს, რომ ხვალ სასეირნოდ მივდივარ და ასე შემდეგ. გარდა სიმბოლოებისა, ჩვენ გვჭირდება მექანიზმი, რომ დავაკავშიროთ ისინი ერთმანეთთან. ამას კი ეწოდება ლოგიკური კავშირები. გვაქვს რამდენიმე მთავარი კავშირი. ესენია not, ანუ უარყოფა, and, ანუ და, or, ანუ ან, გამომდინარეობა და ორმაგი გამომდინარეობა. ეს არის უარყოფის ჭეშმარიტების ცხრილი. როგორც ხედავთ, თუ a-ის თავდაპირველი მნიშვნელობა არის false, მის უარყოფა შესაბამისად იქნება true და იგივე პირიქით. თუ არის true, გახდება false. ეს კი და-ს ჭეშმარიტების ცხრილია. მოდი, ამის მარტივად გასაგებად მოვიყვანოთ მაგალითი. თქვათ ორი დებულება. მე მაქვს შავი თმები და მათსვე წითელი მაისური. თუ ამ ორ დებულებას შორის დავსვამთ დაკავშირს, ანუ ვიტყვით, რომ მე მაქვს შავი თმები და მათსვე წითელი მაისური, ეს დებულება იქნება ტყუილი. რადგან იმისათვის, რომ საბოლოო დებულება და შორის იყოს ჭეშმარიტი, უნდა იყოს როგორც პირველი, ასევე მეორე დებულება ჭეშმარიტი. ეს კი ანის ჭეშმარიტების ცხრილია. მოდი მოვიყვანოთ იგივე მაგალითი და ვთქვათ, მე მაქვს ან შავი თმა, ან მათსვეა წითელი მაისური. ამ შემთხვევაში, რადგან ამ ორ დებულებას შორის კავშირი არის ან, საბოლოო დებულება იქნება ჭეშმარიტი. რადგან ანისთვის საკმარისია ერთი მაინც სრულდებოდეს. ეს კი არის x2-ის, ანუ გამომრიცხავი ანის ჭეშმარიტების ცხრილი, რომელიც გვეუბნება, რომ ორი დებულებიდან აუცილებლად უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი, შესაბამისად, მეორე მცდარი. თუ ვიტყვი ორ დებულებას, პირველი, მე მაქვს შავი თმა და მეორე, მე მათსვეა წითელი მაისური, x2 გამოდის ჭეშმარიტი, რადგან მხოლოდ ერთი დებულება იყო ჭეშმარიტი. მაგრამ თუ ვიტყვი ორ დებულებას, პირველი, მე მაქვს შავი თმა და მეორე, მე ვსაუბრობ ქართულად, x2 იქნება მცდარი, რადგან პირველი და მეორე დებულებაც იყო ჭეშმარიტი. ახლა განვიხილოთ გამომდინარეობის მაგალითი და ვთქვათ, თუ ხვალ კარგი ამინდი იქნება, მაშინ მდინარეზე წავალ. გამოვსახოთ თითოეული პირობა პროპორციული სიმბოლოებით, ანუ კარგი ამინდი იქნება ხვალ იყოს 100a, ხოლო მდინარეზე წავალ b. და ვთქვათ, კარგი ამინდია და მდინარეზე წავედი. ამ შემთხვევაში მე პირობას ვასრულებ და თუ კარგი ამინდია და მდინარეზე არ წავედი, მაშინ მე ვარღვევ ჩემს მიერ დადებულ პირობას. ანუ გამომდინარეობა იქნება მცდარი. მაგრამ თუ კარგი ამინდი არ არის, ამ შემთხვევაში მე არანაირი პირობა არ დამიდია, შესაბამისად მე ან მდინარეზე წავალ, ან არ წავალ, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, გამომდინარეობა იქნება ჭეშმარიტი. ეს არის გამომდინარეობის ჭეშმარიტების ცხრილი.
როგორც მაგალითში ვახსენეთ, თუ თავდაპირველი პირობა ცდარია, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა პირობას ან true არის, ან false, გამომდინარეობა იქნება ყოველთვის ჭეშმარიტი. მაგრამ თუ თავდაპირველი პირობა ჭეშმარიტია, მაშინ დადებული პირობაც უნდა იყოს ჭეშმარიტი იმისთვის, რომ გამომდინარეობა იყოს ჭეშმარიტი. ეს არის ურთიერთგამომდინარეობის ჭეშმარიტების ცხრილი, რომელიც იგივეა, რაც A-დან გამომდინარეობს B და B-დან გამომდინარეობს A. რომ განვიხილოთ მაგალითი, თუ მე ვცხოვრობ საქართველოს დედაქალაქში, მაშასადამე ვცხოვრობ თბილისში. პირობა იგივე იქნება, რომ გადავანაცვლოთ ამ ორი დებულების ადგილი. ანუ რომ თქვა, თუ მე ვცხოვრობ თბილისში, მაშასადამე ვცხოვრობ საქართველოს დედაქალაქში. ახლა კი განვიხილოთ პროპოზიციური კანონები. პირველი არის ორმაგი უარყოფა, რომელიც გვეუბნება not A იგივეა რაც A. აქ ზუსტად იგივე პრინციპი ვრცელდება როგორც მათემატიკაში, -x იგივეა რაც x. შემდეგ ერთ გადანაცვლებადობის კანონები, ანუ A and B იგივეა რაც B and A. ან A or B იგივეა რაც B or A. შემდეგ ერთ ასოციაციურობის კანონები, ანუ ჯგუფდებადობის კანონები, რომელიც გვეუბნება A and B and C იგივეა რაც A and B and C. ანუ როგორც მათემატიკაში დამატებას ფრჩხილებს სად გავუკეთებთ არ აქვს მნიშვნელობა, მაგალითად რომ დავწეროთ A plus B ფრჩხილებში plus C იგივეა რაც A plus B and C ფრჩხილებში. შემდეგ დისტრიბუციულობის კანონები. ეს იგივეა რაც მათემატიკაში ფრჩხილების გაშლა. ანუ A ჯერ B plus C იგივეა რაც A ჯერ B plus A ჯერ C. იგივეა აქაც A and B or C იგივეა რაც A and B or A and C. დე-მორგანის კანონი. დე-მორგანის კანონი გამოიყენება იმისთვის, რომ ფრჩხილების გარეშე, ფრჩხილებს შიგნით შევიტანოთ უარყოფა. ანუ not A and B იგივეა რაც not A or not B. ორი შემთხვევაში not A or B იგივეა რაც not A and not B. თუ შეამჩნიეთ, როდესაც უარყოფა შეგვაქვს ფრჩხილებში, and ხდება 2, შესაბამისად 2 ხდება and. გამომდინარეობის ექვივალენტი. როდესაც ჩვენ წერთ იმპლიკაციას, ანუ გამომდინარეობას A implication B, ეს შეგვიძლია დავშალოთ 2-ის და უარყოფის საშუალებით. ანუ იქნება not A or B. შემდეგ არის იდენტურობის კანონები. ანუ A and true იგივეა რაც A and A or false იგივეა რაც A. ეს true და false არის გამოუსადეგარი ინფორმაცია, რომელსაც ვერ ვიყენებთ, შესაბამისად ბათილდება. ანუ რჩება მარტო A. გავაგრძელოთ. იდემპოტენტობის კანონი. A and A იგივეა რაც A და A or A იგივეა რაც A. დომინაციის კანონები. A and false იქნება false და A or true იქნება true. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ დაპირობაში დომინანტური არის მცდარი. თუ ორი დებულებიდან ერთ-ერთი მაინც იქნება მცდარი, საბოლოო დებულება იქნება მცდარი. ხოლო ანის შემთხვევაში თუ ერთი მაინც იქნება true, საბოლოო დებულება გახდება true. შეიძლება ეს კანონები ცოტა რთული და სამახსოვრებელი იყოს, ამიტომ დავალებაში უფრო პრაქტიკულად განვიხილავთ. აქამდე ვნახეთ პროფესიული ლოგიკა და განვიხილოთ როგორ შეგვიძლია წარმოგვედგინა მაგალითად უარყოფა და ან გამომდინარეობა და ასე შემდეგ. მაგრამ როგორ შეგვიძლია ზუსტად იგივე ლოგიკა წარმოადგინოთ ორობითი ლოგიკის საშუალებით. ამისთვის გამოიყენება აი ესეთი ლოგიკური ჭიშკრები, სადაც უარყოფა მაგალითად არის აი ესეთ სამკუთხედი წერტილით. ეს არის და, აი ეს კი ან. მაგრამ აქ ვერ ხედავთ გამომდინარეობას, რადგან ის არ არის პრიმიტიული ოპერატორი. ამიტომ ჩვენ გვიწევს ის წარმოვადგინოთ, როგორც უკვე განვიხილეთ, უარყოფისა და ანის გამოყენებით. ეს ყველაფერი კი უკვე პრაქტიკაში ვნახოთ. კარგი, ახლა გადავიდეთ Logicline-ზე და ვნახოთ უკვე ჩვენი ლოგიკური ჭიშკრები პრაქტიკაში. დავიწყოთ ნაცვლის შემოტანით და ჩამრთველით და შევუერთოთ ისინი ერთმანეთს. როდესაც ჩამრთველი გათიშულა, შესაბამისად ნაცვლაც გათიშულია, ხოლო როდესაც ჩავრთავთ, ნაცვლაც ირთვება. შეგვიძლია ესე ვათამაშოთ. მაგრამ რა მოხდება თუ აი ჩამრთველსა და ნაცვლას შორის ჩავსვამთ not gates? მოდი ვცადოთ. და აი ამათ შორის ჩავსვათ not gate. ახლა კი როდესაც ჩამრთველი ჩართულია, ნაცვლა მაინც არ ანათებს, რადგან not gate ატრიალებს ამ ყველაფერს და ეს იგივე იქნებოდა, რომ ჩამრთველი გათიშული ყოფილიყო წინა შემთხვევაში. ხოლო როდესაც გავთიშავთ, გათიშულს ატრიალებს not gate-ი, შესაბამისად ნაცვლა ინთება. ახლა ვნახოთ end-ის მაგალითი. აი ეს წავშალოთ და ჩავსვათ end-ი. end-ს როგორც იცით, 2 წყარო ჭირდება, ამიტომ მეორე ჩამრთველიც გვინდა. შევერთოთ. და თუ ატყობთ, როდესაც ერთი არის შეერთებული, რა თქმა უნდა ნაცვლა არანთია, რადგან end-ის პირობაც ეგ არის, რომ
output-ი იქნება true, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორივე input-ი არის true. ამიტომ მეორესაც თუ ჩავთავთ, ჩვენ ნატურაც აინთება. ხოლო რომელიმეს თუ გავთიშავთ, ან თუნდაც ორივეს, ნატურამ არ აინთება. მოდი ვნახოთ ანის მაგალითიც. იგივენაირად შევერთოთ. როდესაც ერთს მაინც ჩავთავთ, ჩვენი ნატურა ანთია. ხოლო როდესაც ორივეს ჩავთავთ, რა თქმა უნდა, მაშინაც ენთება. ასევე განვიხილოთ XOR მაგალითიც, რომელიც უკვე ვისწავლეთ. გამომრიცხავი ან სადაც თუ ორივე ჩართულია, ნატურა არ აინთება, ან თუ ორივე გამორთულია, ნატურა მაინც არ აინთება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ერთი არის ანთებული. აი როგორც ხედავთ. ახლა კი გავაკეთოთ გამომდინარეობა ჩვენი ლოგიკური ჭიშკრებით. როგორც ვნახეთ, implication-ი იგივეა, რაც not A or B. ანუ ჩვენც შემოვიტანოთ ორი განმართველი. დაგჭირდება OR gate-ი, ნატურა. და პირველ ჩართულს ჭირდება inverse, ანუ not-ი. აი ეს დავუმაგროთ. და თუ დააკვირდებით, როდესაც პირველი მნიშვნელობა არის false-ი, ამ შემთხვევაში გინდ მეორე ჩართული იყოს გინდა რა, ნატურა ყოველთვის ანათებს. აი ესე. რადგან პირველადაც გათიშულია, inverse მას ატრიალებს, ამიტომ ორში ერთი უკვე true არის, შესაბამისად ნატურაც ყველა ვარიანტი აინთება. მაგრამ თუ ამას ჩავრთავთ, იმისათვის რომ ნატურა აინთოს, მეორე პირობა უჭველი უნდა სრულდებოდეს. მოდი ახლა ვნახოთ, როგორ მუშაობს double negation-ი თვალსაჩინოებისთვის. აქ დაგვჭირდება უკვე ორი not gate-ი, ერთმანეთზე გადაბმული და შეერთებული ნატურაზე. და როგორც ხედავთ, არანაირ განსხვავებას არ გვაძლევს ორი not gate-ი იქნება თუ არა ჩართულსა და ნატურას შორის, რადგან აი როცა გამორთული ნატურაც გათიშულია, ხოლო როცა ვთავთ, ნატურაც ჩართულია. რადგან ერთი inverse ატრიალებს, ხოლო მეორე inverse აბრუნებს თავის საწყის პოზიციაზე. დავალებაში კი უკვე მოგიწევთ full-adder-ის და half-adder-ის საწყობა, რითიც უფრო მეტად გაივარჯიშებთ ორობით ლოგიკაში. აბსტრაქცია არის პროცესი, როდესაც რთულ მექანიზმს ვფუთავთ მაქსიმალურად მარტივად. მაგალითად, როდესაც ტელევიზორის პულტზე ვაჭერთ ჩართვის ღილაკს, ჩვენ საერთოდ არ ვფიქრობთ რა ხდება ელექტრონულ დონეზე. აბსტრაქციას გააჩნია სხვადასხვა ფენები. ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეიძლება იყოს ტრანზისტორი, სადაც ელექტრულ დონეზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება. შემდეგი შეიძლება იყოს, რომელიც ტრანზისტორებზე იგება, არის ლოგიკური ჭიშკრები. წრედები კი იგება ლოგიკური ჭიშკრების დახმარებით. ამ ყველაფერზე კი დაშენებულია უკვე პროცესორი. პროცესორი კი ასრულებს პროგრამირების ენის ინსტრუქციებს. პროგრამირების ენებს კი გააჩნია თავისი საფეხურები. რაც უფრო დაბალი დონისაა პროგრამირების ენა, მით უფრო ახლოსაა ის პროცესორის სტრუქტურასთან. ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონის შეიძლება ითქვას არის assembly და C, სადაც გვიწევს მეხსიერებაზე და პოინტერებზე ზრუნვა. შემდეგ მოდის საშუალო დონის ენები, მაგალითად Java და C#, სადაც ეს ყველაფერი დაბალანსებულია. შემდეგ არის მაღალი დონის პროგრამირების ენები, სადაც შედარებით short word პროცესორის სტრუქტურასთან და ადამიანისთვის უფრო მარტივი გასაგებია. მაგალითად Python. შემდეგ კი მოდის ძალიან მაღალი დონის პროგრამირების ენები, როგორც მაგალითად ჩვენი ჩოხიანი კაცი კარლო, რომელსაც უბრალოდ ვეუბნებოდის რომ წინ წასულიყო და სხვა დანარჩენ პრობლემებს თვითონ აგვარებდა. შეგვიძლია ნებისმიერ ალგორითმი ჩავწეროთ ადამიანისთვის გასაგებიანაზე და არა პროგრამირების ენაზე. ამ ყველაფერს კი ეწოდება ფსევდოკოდი. ის ფოკუსირებულია იდეაზე და არა სინტაქსზე. შესაბამისად ნეიტრალურია. არც ერთი პროგრამირების ენისთვის არ არის კონკრეტულად განკუთვნილი. ის შეიძლება იყოს ქართულ ენაზე, ინგლისურ ენაზე, ან ნებისმიერ ენაზე, რომელზეც გაგვიხარდება. თუმცა ამ ლექციაში ჩვენ ფოკუსირდებით Java-ზე, რომელზეც დემეტრე ისაუბრებს. მოდი სანამ გადავალ Java-ზე, იქამდე გავიხსენოთ ჩვენთვის ყველასათვის ცნობილი მათემატიკური სიმრავლეები. გვაქვს ნატურალური რიცხვები, გვაქვს მთელი რიცხვები და გვაქვს ნამდვილი რიცხვები. ნატურალურ რიცხვებს უწოდებთ თვლის შედეგად მიღებულ რიცხვებს. იგი აღინიშნება დიდი ასო ენით და მართლაც, ანუ 1, 2, 3 ასე უსასრულობამდე ყველაფერი მოთავსებულია დიდ ენში. რაც შეეხება მთელ რიცხვებს. ამ მთელი რიცხვები აღინიშნება დიდი ასო z-ით და იგი მოიცავს როგორც ნატურალურ რიცხვებს, მის მოპირდაპირე უარყოფით რიცხვებს და ასევე ნულს. რაციონალური რიცხვებისა და ირაციონალური რიცხვების გაერთიანება არის ნამდვილი რიცხვის სიმრავლე. მაგრამ მოდი ახლა დავაკვირდეთ n-ს. კომპიუტერულ მეცნიერებაში ძალიან მნიშვნელოვანი ცნება არის არაუარყოფითი მთელი რიცხვების ცნება. მოდი შემოვიტანთ ახალი სიმრავლე, დავარქვათ n0, რომელიც იქნება როგორც ნატურალური რიცხვები, უბრალოდ ჩავამატოთ შიგნით ნულიანი და დავარქვათ n0. ამის შემდეგ უკვე ჩვენი სიმრავლეები ასე გამოიყურება.
გვაქვს n, n0, z და r. დავაკვირდეთ თითოეული მათგანი შეიცავს უსასრულო რაოდენობის ელემენტს. ამიტომაც მათ უწოდებთ უსასრულო სიმრავლეებს. მიუხედავად ამ უსასრულობისა, ჩვენ მაინც შეგვიძლია შევადაროთ, რომელი უფრო დიდი სიმრავლეა. ანუ მაგალითად, ჩვენ ხედავთ, რომ n0-ში მოთავსებულია n, ანუ ეტევა. ასევე n0 არის მოთავსებული z-ში და ასე შემდეგ. წეგან ვენის დიაგრამით ძალიან კარგად დავინახეთ ეს დამოკიდებულება და ჩვენ ამას უწოდებთ ქვესიმრავლეებს. ანუ ქვესიმრავლე აღინიშნება აი ამ სიმბოლოთი და უწერთ n არის ქვესიმრავლე n0-ისა და ასე შემდეგ, ასეთი ჯაჭვი გვაქვს. როდესაც გვინდა ვთქვათ, რომ რაღაც ელემენტი შედის სიმრავლეში, ვიყენებთ ამ ეკუთვნის სიმბოლოს. ანუ ამ შემთხვევაში თუ გვაქვს 1 ეკუთვნის 1 2 3 სიმრავლეს, აი ასე აღინიშნება. თუ გვინდა რომ ახლა განვაზოგადოთ და რაღაც კონკრეტული უცნობი x-ისთვის ვთქვათ, აი ეს ჩანაწერი x ეკუთვნის z-ს ნიშნავს, რომ x-მა შეიძლება z სიმრავლიდან ნებისმიერი რიცხვის მნიშვნელობა მიიღოს. დავუშვათ მოცემული გვაქვს ასეთი განტოლება x + y უდრის 1-ს. რომ დაგისვათ კითხვა, რა მნიშვნელობას იღებს x და y ამ განტოლებაში? რას მიპასუხებთ? აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის თუ x და y სად მოიძებნება, ანუ რა სიმრავლეს მიეკუთვნებიან ეგენი. თუ x და y მიეკუთვნება ნატურალურ რიცხვის სიმრავლეს, მაშინ ამონახსნი არ არსებობს. იმიტომ რომ ახლა დააკვირდეთ x და y ამ ნატურალურ რიცხვის სიმრავლეში უმცირეს მნიშვნელობას მიიღებს 1-ს. შესაბამისად 1 + 1 გამოგვივა 2. შესაბამისად ვერ ვიპოვეთ x y ისეთ წყვილს, რომლისთვისაც ეს განტოლება ამოიხსნება. ახლა დავაკვირდეთ რა ხდება, როდესაც გვაქვს მოცემული n0. n0-ში ჩვენ უკვე ვიცით, რომ ჩამატებული გვაქვს 0, შესაბამისად უკვე მოიძებნება 0 1 1 0 წყვილი. შესაბამისად n0-ში უკვე გვაქვს 2 ამონახსნი. რაც შეეხება z-ს. მთელი რიცხვების შემთხვევაში დავუშვათ ეს ჩვენი x და y ავირჩიეთ 0 და 1, ხო მოიძებნა. თუ x შევამცირეთ და y-ს გავზდით პროპორციულად, ამ შემთხვევაში დავინახავთ, რომ x და y იქნება უსასრულო რაოდენობის. შესაბამისად, თუ x და y მიეკუთვნებიან მთელ რიცხვას სიმრავლეს, მაშინ ამ განტოლებას ექნება უამრავი ამონახსნი. ზუსტად იგივენაირად მოხდება ნამდვილ რიცხვის სიმრავლეში. აი დავუშვათ ისევ x დავაყენებთ 1-ზე და y დავაყენებთ 0-ზე. აქ რადგანაც შეგვიძლია უკვე აწილადებშიც ჩავიხედოთ ცოტა, დავუშვათ ჩვენი ძვრის ბიჯი იყოს 0.1. აი მაგალითად, თუ x-იანი დავაყენე 1-ზე და y დავაყენე 0-ზე, თუ x შევამცირებ 0.1-ით და y-ს გავზდი 0.1-ით, ასე უსასრულოდ შემიძლია ნებისმიერი მნიშვნელობა ავიღო. აქამდე რაც განვიხილეთ, ყველა სიმრავლე იყო უსასრულო, მაგრამ ვიცით, რომ კომპიუტერის მეხსიერებაში გვაქვს რაღაც ფიქსირებული რაოდენობის ტრანზისტორი. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვერ შევინახებთ კომპიუტერის მეხსიერებაში უსასრულო რიცხვებს. გვჭირდება რაღაც ისეთი სიმრავლეები, რასაც ფიქსირებული დიაპაზონი აქვს. აი დათომ ძალიან კარგად ახსნა, როგორი დამოკიდებულება აქვს bytes, shorts, ints და longs ერთმანეთთან. ისე შეგვიძლია დავხაზოთ ესეთი ვენის დიაგრამა და ვხედავთ, რომ ისინიც ერთმანეთის ქვესიმრავლეები არიან. გამომდინარე იქიდან, რომ კურსის განმავლობაში Java იქნება ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი, ამიტომ მოდი პირველ რიგში ჩავიხედოთ, როგორ გამოიყურება ცვლადები Java-ში. ზოგადად მათემატიკაში როგორც ნახეთ, რაღაც ცვლადის მნიშვნელობა შეიძლება იყოს განსაზღვრული რაღაც სიმრავლეზე. ზუსტად იგივენაირად ხდება პროგრამირებაშიც. აი დავუშვათ, თუ გვაქვს int, float და boolean. ვიცით, რომ int სიმრავლეში მხოლოდ შეგვიძლია მთელი რიცხვები რაღაც გარკვეულ დიაპაზონში ავირჩიოთ. მაგალითად 453 თავისუფლად შეინახება int ტიპში. ასევე true and false შეიძლება იყოს boolean-ში და 3.14 დავუშვათ float-ში. მათემატიკაში, როდესაც ვამბობთ, რომ რაღაც ცვლადი x მიეკუთვნება მთელ რიცხვის სიმრავლეს, ამისი ანალოგი Java-ში გამოიყურება ასე. int x. int არის ინტეჯერის შემოკლებული ვერსია, ინტეჯერი ნიშნავს ქართულად მთელ რიცხვს, შესაბამისად Java-ში, როდესაც გვინდა გამოვეცხადოთ int ტიპის ცვლადი, დავწერთ ასე. int x და წერთ წერტილმძიმეს. წერტილმძიმე არის Java-სათვის დამახასიათებელი თვისება. როდესაც რაღაც ბრძანება დასრულდება, ბოლოს უნდა დავწეროთ წერტილმძიმე. მას შემდეგ რაც ცვლადს გამოვაცხადებთ, ჩვენ უკვე შეგვიძლია მასში შევინახოთ შესაბამისი ტიპის მნიშვნელობა. აი დავუშვათ int x რო ხო გამოვაცხადეთ წერტილმძიმე, x უდრის 10. ეს უკვე ნიშნავს, რომ x-ში ვინახავთ 10-იანს. აი მეხსიერებაში ხო გამოიყოფა და ახლა int-ის შესაბამისი 32 ბიტი მეხსიერება, ხო? ეს ჩანაწერი x უდრის 10, აქ უდრის ტოლობას არ ნიშნავს, უდრის ნიშნავს მინიჭებას. ანუ ტოლობის მარჯვენა მხარეს რაც წერია, მაგ გამოსახულების მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში 10-იანი, შეინახება x-ში. შესაბამისად, RAM-ში, როდესაც არის გამოყოფილი 32 ბიტი, მანდ ორობითად გამოისახება ეს ჩვენი 10-იანი. და უკვე x, როდესაც გამოვიყენეთ, მეხსიერებაში მაგ ადგილზე გვექნება წვდომა. ზოგადად Java-ში ამ ორ ბრძანებას წერთ ერთხელში ხოლმე. აი მაგალითად, int x უდრის 10. ეს ნიშნავს, რომ გამოვაცხადეთ ცვლადი x, რომლის ტიპი არის int
და მაშინ შევინახეთ ნიშნულობა 10-იანი. თუ დააკვირდებით x-ის მარცხნივ იწერება ტიპი, ტოლობის მარჯვნივ კი მნიშვნელობა. ბოლოს წერტილზე. შესაბამისად, თუ გვინდა რომ მაგალითად ეს ცვლადი x იყოს სხვა ტიპის, ძალიან მარტივად, უბრალოდ int-ის მაგივრად დავწერდით შესაბამის ტიპის აღმოჩენილ დარეზერვებულ სიტყვას. აი მაგალითად თუ გვინდა რომ შევქმნათ ბაიტი, დავწერთ byte x-ი უდრის 10. წერტილზე. თუ დავწერთ byte x-ი უდრის 10, ამ შემთხვევაში უკვე ჩვენი ცვლადის ტიპი იქნება ბაიტი. შესაბამისად, მთელ რიცხვზე ბევრად ნაკლები მნიშვნელობის მიღება შეიძლება, ხო? აი თუნდაც 200 არ ჩაეტევა ბაიტში. ვიცით რატომაც? და რო დავწეროთ byte x-ი უდრის 200, ეს იმას ნიშნავს, რომ 200-ის ჩატევას ცდილობდა ბაიტში, სადაც არ ეტევა. შესაბამისად, ეს იქნება შეცდომა. ამას ძალიან ხშირად შევხვდებით ხოლმე და მე კოდში უკეთესად განახებთ. და როდესაც გვინდა რომ შევინახოთ ლოგიკური მნიშვნელობა, ეს იქნება true ან false, რაზეც დათომაც კარგად ისაუბრა, გამოვიყენებთ დარეზერვებულ სიტყვას boolean. მოკლედ, ორობითი მნიშვნელობის შემნახავი ტიპი Java-ში არის boolean. დავიმახსოვროთ. მოდი ახლა დავწეროთ ჩვენი პირველი Java-ს კოდი. ამისათვის ვიყენებთ ინტეგრირებულ გარემოს IntelliJ-ს. IntelliJ-ს დაყენების ინსტრუქციას ნახავთ კომენტარებში. დავწეროთ int x-ი უდრის 100. ეს როგორც ვიცით არის ორი ბრძანების გაერთიანება. int x-ი, ანუ ტოლობის მარცხენა მხარეს რაც წერია, მაგი გამოყოფს მეხსიერებაში int-ის ზომის ერთეულს. ხოლო x-ი ტოლია 100, ეს ნიშნავს, რომ x-ში უკვე ვინახავთ 100-იანს. იმისათვის, რომ ამ x-ის მნიშვნელობა შევცვალოთ, შეგვიძლია დავწეროთ შემდეგ ხაზზე x-ი უდრის დავუშვათ 25-ს. შემდეგ x-ი უდრის 46 სიტყვაზე. თუ დააკვირდებით, ცვლადის გამოცხადების დროს გვჭირდება მხოლოდ ტიპის მითითება. ანუ ერთხელ, როდესაც გამოვაცხადებთ ამ int x, მერე უკვე Java მიცის, რომ ეს x-ი ყოველთვის იქნება int-ი. შესაბამისად, იმისათვის, რომ შევცვალოთ მნიშვნელობა, int-ის დაწერა საერთოდ აღარ გვიწევს. უბრალოდ წერთ x-ი უდრის 25 და ასე შემდეგ. მოკლედ, მეორე ხაზზე x-ის მნიშვნელობა იქნება 100, მესამეზე 25, ხოლო მეოთხეზე 46. მოდი ახლა შევამოწმოთ, რამდენი მართალია ის. ზოგჯერ გვაინტერესებს რა მნიშვნელობა უჭირავს კონკრეტულ ცვლადს პროგრამის გაშვების რაღაც კონკრეტულ მომენტში. ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ breakpoint-ი. აგერ თუ დააკვირდებით, აი ხაზის ადგილას გამოჩნდება პატარა წერტილი. თუ დააჭერთ, ეს წითელი წერტილი გაჩნდება და ხაზი გაწითლება. ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამის გაშვების მომენტში შეგვიძლია ამ ადგილას გავჩერდეთ. როდესაც გავჩერდებით, შეგვიძლია უკვე რომ შევამოწმოთ სხვადასხვა ცვლადის მნიშვნელობა მეხსიერებაში. ახლა იმისათვის, რომ ეს ჩვენი პროგრამა გავუშვათ, შეგვიძლია მოვიდეთ აქ და დავინახავთ ორ მთავარ ბრძანებას, run და debug. თუ ჩვენ runs დავაწვევით, ეს გაიშვება პროგრამა და მაგ ადგილას არ გაჩერდება. breakpoint-ები გამოსადეგარია debugging რეჟიმში. debugging-ი ზოგადად ნიშნავს კოდში პრობლემების აღმოფხვრას. ბაგი ახლა საინტერესოა ხოჭოს სიმბოლო რატო არის აქ. თურმე ადრე რაღაც დიდ კომპიუტერში გაშვებულ პროგრამაში წაწყდნენ პრობლემას. ანუ რაც არ ცადეს, ვერაფერი ვერ უშველას. ანუ კოდი არ მუშაობდა ისე, როგორაც უნდა იმუშავა. მოკლედ, ბევრი ცადეს თუ ცოტა ცადეს, ბოლოს დაშალეს კომპიუტერი და აღმოჩნდა, რომ კომპიუტერში შემძვრალი ყოფილა ხოჭო. ეს ხოჭო მე ეწოდა მოკლედ ჩართავს და რაღაც ისე არ მუშაობდა, როგორც საჭირო იყო. როდესაც ეს ბაგი, ანუ ხოჭო ამოაშორეს, შერჩა რას ეს სახელი debugging-ი, ანუ ხოჭოს მოშორება, ანუ პრობლემის აღმოფხვრა. შესაბამისად, ძალიან ხშირად შენიშნავთ ამ რეჟიმის შესვლის დროს ხოჭოს. აი ახლა ჩვენ რადგანაც გვინდა რომ breakpoint-ზე გავჩერდეთ, ამისათვის უბრალოდ დავაწვევთ debugs. აი აგერ. დავაკლიკავთ და ახლა ნახეთ რა მოხდება. პროგრამა გაიშვება და გამიჩერდება აი ამ ხაზზე. როგორც ხედავთ, გალუჟდა ეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადგილას უკვე გაჩერებული ვართ. როგორც ხედავთ, ეს ჩვენი პროგრამა გაჩერდა აი ამ ადგილას. გაჩერდა ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბრძანება ჯერ არ შეუსრულებია. თუ დავაკვირდებით, x-ში თავიდან ინახებოდა 100-იანი. შემდეგ ბრძანებაში x-ის მნიშვნელობა გახდა 25 და ახლა ეგ აგვაქვს შერჩენილი. x-ი 25. ასევე შეგვიძლია აგერ x-თან მივიტანოთ და აქაც დაწერს, ხო 25-ს. მაგრამ მას შემდეგ რაც ამ ბრძანებას გაუშვებთ, უკვე x-ში შენახება 46. იმისათვის რომ ეს პროგრამა გაუშვათ, ანუ შემდეგ ხაზზე გადავიდეთ, აი აგერ ჩამოდით და დააკვირდებთ ასეთ სხვადასხვა სიმბოლოებს. ეს ღილაკების საშუალებას გვაძლევს, რომ გადავაბიჯოთ, შევაბიჯოთ ან გამოვაბიჯოთ კოდის კონკრეტული ნაწილიდან. ამის მაგალითად ცოტა ხანში განახებთ. ამ შემთხვევაში გვჭირდება გადაბიჯება და დავაკლიკოთ ამას. დავაწაკით და როგორც ხედავთ, ახლა უკვე x-ში ინახება 46. მოკლედ, debug რეჟიმი ძალიან მაგარია და ძალიან ბევრჯერ გამოგადგებათ. გავთიშოთ ახლა ეს და განვიხილოთ int-ის გარდა სხვა მაგალითებიც. მოდი გამოვაცხადოთ byte-ის ტიპის ცვლადი, byte k უდრის სიტყვაზე 100. ახლა int-სა და byte-ს შორის ვიცით განსხვავება.
byte შედარებით პატარა დიაპაზონში გვაქვს რა. ანუ int-ში უფრო დიდი მნიშვნელობები ეტევა, ხოლო byte-ში უფრო პატარა. ამის თვალსაჩინოებისთვის დავწეროთ byte-ის უდიდესი მნიშვნელობა, რაც არის 127. როგორც ხედავთ, ახლა 127 ზუსტად ჩაეტევა, მაგრამ თუ ვცდი 127-ზე 1-ით მეტსაც კი, უკვე ნახეთ, წითელ ხაზს გამეშვებს და მეუბნება, რომ 128-ს ვერ ჩავატევ byte-ში. ანალოგიურად თუ ქვედა ზღვარზე მივადგებით, დავწერთ -128 ეტევა, არ არის პრობლემა, მაგრამ -129 შემთხვევაში უკვე აღარ ეტევა რა. აქ თვალსაჩინო დავინახეთ byte-ის დიაპაზონი. ნუ ინძეც იგივე რო გამეკეთებინა, რა თქმა უნდა, იგივე პრობლემას დავაწყებთ რა. int-შიც ვერ შევინახავთ უსასრულო რაოდენობის რიცხვებს. მაგრამ მოდი რა, მანამდე სხვა ტიპები განვიხილოთ, მაგალითად double. მოდი ახლა დავწეროთ double k უდრის 3.14. ეს double არის ნამდვილი რიცხვის სიმრავლე შესაბამისი მონაცემთა ტიპი Java-ში. Double-ის გარდა ასევე გვაქვს როგორც იცით float-ი და float მაგალითად y იქნება 3.14. ოღონდ აქ f-ი უნდა მივწერეთ რა. Java რომ იხდეს float-სა და double შორის განსხვავება, ამ f-ის მიწერა სჭირდება. როგორც დათომ ახსენა, ვიცით რომ float-სა და double შორის ის განსხვავებაა, რომ double არის ორჯერ ზუსტი. ანუ double იმიტომ ქვია, რომ double precision არის რა. მოდი ახლა შევამოწმოთ რატო არის ეგრე და ძალიან თვალსაჩინო მაგალითს განახებთ. დავუშვათ გვაქვს double რაღაც y1, რომელიც არის 10.0 გაყოფილი 3.0-ზე. ანუ 10 რო 3-ზე გავყოთ, ხო ვიცით რომ 3.333 არის რა. float-ის შემთხვევაში ავიღოთ y2, რომელიც იქნება 10.0f გაყოფილი 3.0f-ზე. ახლა ეს პროგრამა რო გავუშვათ, ნახეთ რა მოხდება. ისევ დავსვამაგე breakpoints, რომ დავაკვირდეთ ნიშნობას. გავუშვათ ისევ debugging რეჟიმში. და მაგას გავჩერდებით. ნუ ახლა ეს ხადია, კაში ინახებს 3.14, y-შიც ეს, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ეს ადგილი. ახლა როდესაც ამას გადავაბიჯებ, y-ში ნახეთ რა შეინახება. გადავაბიჯეთ და ვხედავთ, რომ double-ში ინახება 3 და რაღაც დაახლოებით 15 წელი 3-იანი. აი ახლა როდესაც გადავალთ აქ, ხედავთ, რომ ორჯერ მოკლეა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გვჭირდება უფრო დიდი სიზუსტე, შეგვიძლია გამოვიყენოთ double. აი double-ის ბოლოს თუ დავაკვირდებ 3.335 არის, ეს ალბათ შეგიჩნევათ კალკულატორშიც, რომ ეს არის დამრგვალების ერორი. ანუ შეცდომა. მაგას არ მოგწევთ ახლა დიდი ყურადღება. მთელი იდეა აქ ის არის, რომ float-ზე ორჯერ ზუსტი არის ეს ჩვენი double. double-ისა და float-ის გარდა ასევე გვაქვს boolean-ი, მოდი boolean-იც ვნახოთ, ძალიან საინტერესოა. boolean-ი დავუშვათ is dead უდრის თავიდან false. თქვა თამაში რო ვაკეთებთ, ძალიან გამოსადეგარია რა. მოთამაშე მაგალითად ცოცხალია თუ არა. boolean is dead უდრის false. აი ესე შეგვიძლია ამაში შევინახოთ როგორც false-ი, ასევე true. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს boolean ტიპი ინახავს true და false, ჩვენ ვიცით რომ შეგვიძლია დავწეროთ boolean გამოსახულება, ანუ ლოგიკური გამოსახულება. სიტყვაზე თუ მაქვს ასეთ რაღაც int hp უდრის სიტყვაზე 0-ს. hp არის სიცოცხლე, ხო? აი თუ hp მეტია 0-ზე, ანუ სიცოცხლე თუ 0-ზე მეტი მაქვს, ესე იგი ვარ ცოცხალი, ხო? შესაბამისად, hp მეტია 0-ზე, ეს პირდაპირ მეწყვის იმის მნიშვნელობას true ან false, ანუ is dead or not. აი აქ რო დავსვათ, გავუშვათ, ნახეთ ახლა რა მოხდება? hp მაქვს 0-ზე, ესე იგი მკვდარი ვარ, ხო? შესაბამისად, ამას როდესაც გავუშვებთ, დაგვერთ რა მოხდება? hp მეტია 0-ზე და is dead უკვე გახდა false. აი აგერ დაბლა თუ დააკვირდებით, წერია evaluate expression. ეს ძალიან გამოსადეგარი ხელსაწყოა, აქ შეგვიძლია ჩავწეროთ გამოსახულება და იგი პირდაპირ დაგვიბრუნებს ნიშნობას. აი მაგალითად თუ ჩავწერთ აქ იგივე რაღაცას, რაც წეგან ჩავწერეთ, hp მეტია 0-ზე, რაც დააბრუნებს, რა თქმა უნდა, დააბრუნებს false. იმ შემთხვევაში თუ სიტყვაზე hp აქ მექნებოდა, რა ვიცი, 100, რა თქმა უნდა, is dead-ის მნიშვნელობა იქნებოდა true. დავაკვირდით? ახლა როდესაც გადავალ is dead-ზე, უკვე is dead-ში არის true. დავუბრუნდეთ სლაიდებს. ჩვენთვის ნაცნობი პროგრამა Carlo არის დაწერილი ისე, რომ გავდეს პროგრამირების ენა Python-ს. Python-ი არის დამწყებებისთვის იდეალური ენა, გამომდინარე იქიდან, რომ არის ძალიან მარტივი სინტაქსით. ახლა სინტაქსურ განსხვავებას რო დავაკვირდეთ, აი ეს მაგალითი განვიხილოთ. Java-ში ვხედავთ, როგორ გამოცხადდება ცვლადი და ასევე Python-ში. Java არის სტატიკურად ტიპირებადი პროგრამირების ენა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლადის გამოცხადების დროს ჩვენ გვიწევს მისი ტიპის ცხადად გაწერა. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ წერია int x-ი, ანუ x არის int-ის ტიპის. აი რაც შეეხება Python-ს, Python-ი არის დინამიურად ტიპირებადი პროგრამირების ენა. გამომდინარე აქედან, როდესაც კოდი გაეშვება, ხაზი-ხაზ, როდესაც მივყვება, გაანალიზებს კოდის შინაარსს და აქედან მიხვდება თუ რა ტიპის არის ეს ჩვენი ცვლადი. ამ შემთხვევაში, როდესაც წერია x-ი უდრის 10, ხვდება, რომ რიცხვებთან აქვს საქმე. Carlo-ში გავიარეთ სხვადასხვა მაკონტროლებელი სტრუქტურა, როგორიც არის if-else, for-i, while cycle.
ესენი არის უკვე სტანდარტები და არა მარტო Carlos-ში, რა თქმა უნდა, სხვა ნებისმიერ პროგრამირების ენაში გვხდება. არ არის არც Java გამონაკლისი. ამიტომაც მოდი დავაკვირდეთ, როგორ გამოიყურება ჩვენთვის ნაცნობი სტრუქტურები Java-ში. აი მაგალითისთვის თქვათ, გვაქვს ასეთი პირობა: x-ი მეტი ან ტოლი 18-ზე. თუ ეს პირობა სრულდება, დასრული ხარ. თუ არა და ხარ არასდასრული, ანუ არასრულწლოვანი. Python-ში და Java-ში ეს ჩვენი ნაცნობი სტრუქტურა აი ასე გამოიყურება. If x-ი მეტი ან ტოლია 18-ზე, მაგ შემთხვევაში შიგნით tab შიგნით იწერება ბრძანება Python-ში, ხოლო რაც შეეხება Java-ში, ოდნავ სხვანაირად გამოიყურება, ხო? მოდი ჯერ Python-ის შიგთავს დავაკვირდეთ და Java-ზე ცოტა ხანში გადავალთ. Python-ში if-ის შიგთავსის გამოსაყოფად ვიყენებთ tab-ებს, ანუ აბზაცებს. აი, ასევე უნდა დავუწეროთ ორ წერტილი და მას შემდეგ რაც ორ წერტილს დავწერთ, უკვე სტრუქტურის შიგთავსის გამოყოფა შეგვიძლია. მაგრამ რაც შეეხება Java-ს, აქ ჩვენ უკვე გვაქვს ფიგურული ფრჩხილები. როდესაც გავხსნით ფიგურულ ფრჩხილს, უნდა დაიხუროს ის სადღაც. შესაბამისად, ამ გახსნილსა და დახურულს შორის რა არის მოთავსებული, შიგნით არსებული ბრძანებები უკვე მიეკუთვნებიან ამ სტრუქტურის შიგთავს. ამ შემთხვევაში თუ დავაკვირდებით, ეს არის if-ის შიგთავს. ანუ if-ის ტანსაც ვეძახით ხოლმე ამას. ასევე კიდე ერთი განსხვავება, რაც შეიძლება შემჩნეთ, არის რომ პირობის დროს უნდა დავწეროთ მრგვალი ფრჩხილები. ხოლო იქ არ გვიწევდა Python-ში. დაგვირდით? Java-ში გვიწევს. ასევე წერტილმძიმეს უწერთ, როდესაც ბრძანება სრულდება. ჩადგმული, ანუ ჩაბუდებული if-else-ი აი ასე გამოიყურება Java-ში. აი ეს უბრალოდ მაგალითად. მოდი ახლა განვიხილოთ ჩვენთვის საყვარელი ციკლები. დავიწყოთ while ციკლით. While ციკლის სტრუქტურა ასე გამოიყურება, გვაქვს რაღაც პირობა და თუ ეს პირობა გვისრულდება, მაშინ შევალთ while-ის შიგთავსში და ვტრიალებთ იქამდე, სანამ ეს ჩვენი პირობა არ გატყდება. შესაბამისად, როდესაც ეს ჩვენი პირობა აღარ სრულდება, while-ის შემდგომ რა ბრძანებიც არის, მაგაზე გადავალთ. მაგალითისთვის ასეთ რაღაც ავიღოთ. დაუშვათ გვაქვს გამოცხადებული რაღაც ცვლადი, რომელიც არის თავიდან 0. x უდრის 0-ს და შემდეგ არის პირობა, რომ სანამ x-ი ნაკლები 10-ზე, მანამდე გაიმეორებ. რა მოხდება და აგერ თუ დავაკვირდებით x-ი უდრის x + 1, ეს ნიშნავს, რომ x-ში შეინახე x + 1-ის მნიშვნელობა. ანუ x-ის ერთით გაზრდილი მნიშვნელობა შევინახოთ x-ში. ამის მაგალითს ცოტა ხანში განახევთ, თუ ვერ გაიგებთ, მაგრამ მანამდე დავაკვირდეთ Python-ის და Java-s სინტაქსის სხვაობებს. ანუ თითქმის ერთმანეთს გავს, ხო? თუ დავაკვირდებით. უბრალოდ Java-ში მრგვალი ფრჩხილები გვაქვს წერტილმძიმე, გვაქვს ფიგურული ფრჩხილები და ასევე ტიპი გვაქვს მითითებული. დანარჩენი გავს. აი, რაც შეეხება for ციკლს, ეს ცოტა განსხვავებულია. For ციკლი Python-ში აი ასე გამოიყურებოდა. For x in range 10. ამ შემთხვევაში 10-იანი რო გვიწერია, ეს ნიშნავს, რომ 10 ჯერ გაიმეორეს ეს ყველაფერი. Java-ში for ციკლი გამოიყურება აი ასე. ნუ ცოტა საშიშია, ხო? მოდი ცოტა ხანი დავაკვირდეთ while ციკლს და მე ისევ დავუბრუნდებით ამას. იმიტომ გავს ერთმანეთს ძალიან. While ციკლის დროს რა გავაკეთეთ? პირველი ეტაპი იყო, რომ გამოგვეცხადებინა ეს ჩვენი ცვლადი, ანუ x-ი, რომლის მნიშვნელობაც იცვლებოდა, ამას ზოგადად ეძახიან iterატორ ცვლადს და ზოგადად არქმევენ ხოლმე ცვლად i-ს. აი კოდს როდესაც დავწერთ, მაშინ გამოიყენებთ i. ესე იგი გამოვაცხადეთ int x-ი თავიდან არის 0, პირობაში როდესაც შემოვიდა x-ი ნაკლებია 10-ზე, პირველ ჯერზე როდესაც შემოვა, შესრულდება ხო ეს ჩვენი პირობა, შემოვა და შიგნით უწერია ესეთი რაღაც, რაც აიძულებს პირობას რომ შეიცვალოს. შესაბამისად, გვაქვს სამი ნაწილი: გამოცხადება, პირობა და პირობის შეცვლა. ზუსტად იგივე რაღაც ხდება for ციკლის შემთხვევაშიც. ოღონდ ეს არის ჩალაგებული, რომ რაღაც უფრო დალაგებულად გამოიყურება რა. For ციკლში ესენი არის ძალიან ლაკონურად მოცემული. თუ დააკვირდებით for შიგნით მრგვალ ფრჩხილებს, გვაქვს ორი წერტილმძიმე. პირველი წერტილმძიმის მარცხნივ არის ცვლადის, ანუ iterატორის გამოცხადება. ამ ორ წერტილმძიმეს შორის იწერება პირობა, ხოლო ბოლო წერტილმძიმის მარჯვნივ არის პირობის შეცვლის დებულება. ამ შემთხვევაში x-ი უდრის x + 1. ზოგადად for ციკლს უფრო ხშირად ვიყენებთ აი ასეთ შემთხვევაში რა, როდესაც გვაქვს რაღაც iterატორი ცვლადი და სადღაც გვინდა რაღაცა დავითვალოთ. გავხსნათ IntelliJ და ვნახოთ როგორც if-else-ი, ასევე ჩვენი while და for ციკლები როგორ გამოიყურება Java-ში. უკვე პრაქტიკულად. მოდი დავიწყოთ if-ით და else-ით და ვნახოთ როგორ გამოიყურება ეს სტრუქტურა Java-ში. დავუშვათ გვაქვს რაღაც baris პროგრამა და სიტყვაზე დაცვა გვიდგას და გვიმოწმებს თუ ვართ დასრული, მაგ შემთხვევაში შეგვისურვებს ბაში თუ არა და არა. შესაბამისად, შეგვიძლია გამოვაცხადოთ boolean is allowed, ანუ დაშვებული ვართ თუ არა, რომელიც იქნება თავიდან არავის არ უშვებთ და ასეთი რაღაც გქონდეს int age, რომელიც არის სიტყვაზე 20 ამ შემთხვევაში. შეგვიძლია ეს პროგრამა ასეთი ჩეკერი დავწეროთ, თუ age მეტია 18-ზე, ანუ მეტი ან ტოლი იდეაში 18 ხო დასრულია.
თუ age მეტი ან ტოლია 18-ზე, მაშინ is allowed უდრის true. იდეაში თუ არა და არა. is allowed უდრის false. აი ხა, რო დავსვათ break point-ი, ნახეთ რა მოხდება? აი აქ დავსვათ რა და გავუშვათ. აგერ გაჩერდება ეს ჩვენი ის და შემოწოს age მართლა მეტი ან ტოლია 18-ზე? რა თქმა უნდა, ახლა 20 მეტი ან ტოლია 18-ზე შესაბამისად შევა if-ში შიგნით. და უკვე მიშვებს რა is allowed true. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ აი აგერ age იქნებოდა მაგალითად 10 წლის ბავშვს არავინ არ შეუშვებს ამ ჩვენს კლუბში. შესაბამისად რო გავუშვათ, age ახლა არის უკვე 10 და 10 რა თქმა უნდა ნაკლებია 18-ზე და როდესაც გავუშვებთ, ნახე რა მოხდება, შევედით is allowed უდრის false-ში. მოდი ახლა დავუშვათ, გვყავს 10 ადამიანი, რომელსაც იგივე შემოწმება უნდა ჩაუტაროთ. ეს კოდი შეგვიძლია გავამეოროთ ძალიან მარტივად while და for ციკლის გამოყენებით. მოდი ასეთი რაღაც დავწეროთ, გამოვაცხადოთ იტერატორი ცვლადი. int I უდრის 0-ს. შემდეგ სანამ ეს ჩვენი I ნაკლებია, თუ ყავს 10 კაცი, იყოს 10-იანი, ახლა ასე ეს 10-იანი შეგვიძლია ცვლადში გავიტანოთ რო რამე რა, მაგრამ მოდი ცოტახანი ასე იყოს. სანამ ეს ნაკლებია ამაზე, რა ხდება? შემოვა და age ამოწმოს ყოველ ჯერზე. ნუ ახლა იმას არ მივაქცევთ ყურადღება, რომ age ყოველ შემთხვევაში 10-ია. უბრალოდ დავაკვირდეთ while-ის სტრუქტურას. შეგვიძლია აგერ დავსვათ break point-ი და ნახეთ ახლა რა მოხდება. გავუშვათ ეს ჩვენი debug-ი და ვნახოთ შევა თუ არა while-ში. რა თქმა უნდა შევა, იმიტომ რომ თავიდან ნახეთ რა ხდება. I არის თავიდან 0, 0 ნაკლებია ხო 10-ზე. და შემდეგ შემოვა აქ. გადავედით is allowed არის false. ავიდა ახლა ზევით. წავიდა. მაგრამ თუ დააკვირდებით ამას, დასასრული არ უჩანს. ამას ქვია infinite loop-ი, ანუ უსასრულო ციკლი. ეს უსასრულო ციკლი იმიტომ მოხდა, რომ ჩვენი while-ის პირობა არ იცვლებოდა. ანუ აქ კი წერია I ნაკლებია 10-ზე, მაგრამ ეს ყოველთვის true არის, ხო? მოდი ახლა ისე ვქნათ, რომ while-ის ტანში, ანუ while-ის შიგთავში შევცვალოთ პირობა. რა იქნება ეს ჩვენი პირობა? I ტოლია I + 1. შესაბამისად I-ში შევინახავთ I-ზე 1 მეტს. აი ახლა მოდი თავიდან დავაკვირდით ამ მაგალითს და წესით უკვე ყველაფერი კარგად იქნება რა. შემოვედით. და უკვე ნახეთ რა ხდება. I ხო არის თავიდან 0. I-ში ინახება 0. აგერ ტოლობის მარჯვენა მხარეს წერია 0 + 1. შესაბამისად უკვე I-ში არის 1. კიდევ ერთხელ რო წავიდეთ, რა მოხდება? I-ში ახლა არის 1. და I-ში ვინახავთ 1 + 1-ს. ასე ლოგიკურად ცოტა ხანი დააკვირდეთ, მიხვდებით, რომ ყოველ ჯერზე ენიჭება ამას ახალი მნიშვნელობა. აი ეს ყოველ ჯერზე რო არ ვიტრიალო, აგერ თუ დააკვირდებით, ეს არის პროგრამის გაგრძელების ბრძანება. დავაწვეთ და 1 2 3 4 5 6 7 8 9 და ზუსტად რამდენიც უთხარით, ანუ 10 ჯერ შეგვისრულდა ეს ჩვენი ბრძანება. როგორაც წეგან დავინახეთ, while და for ციკლი, აი ამ შემთხვევაში ერთმანეთს ძალიან გავს რა. და ასეთ რაღაც გავაკეთოთ. გადავწეროთ ეს ჩვენი ლოგიკა for ციკლით. რა გვჭირდება ამისთვის? დავწერთ for გვაქვს ორი წერტილმძიმე. პირველ წერტილმძიმის მარცხნივ ვიწერება ცვლადის გამოცხადება, ანუ int I უდრის 0, აქ ასე, შევწეროთ ეს ზედმეტი წერტილმძიმე მოვაშოროთ. აქ იწერება პირობა, ამ შემთხვევაში I ნაკლებია 10-ზე, ზუსტად იქ რაც აგვაქვს, ეს და აი ეს ნაწილი იწერება ბოლოში. აი ასე. აქ. შემდეგ გავხსნით ამ ჩვენი for-ის ტანს და გადავიტანთ და იმუშავებს ზუსტად იგივენაირად. ესე. ახლა ეს რო გავუშვა, შესრულდება ეს ყველაფერი 10 ჯერ. თავიდან დავაკლიკოთ და გავუშვათ ეს ჩვენი პროგრამა debug რეჟიმში. და ნახოთ რა მოხდება. შევა იგივენაირად და ისევ continuous-ს დავაწევით 1 2 3 4 5 6 7 რამდენად საჭირო იქნება იმდენჯერ აჩვენოს. და აგერ აი ეს თუ დააკვირდებით, იცლება ყოველ ჯერზე. და ამდენჯერ იმეორებს ამ ჩვენ პროგრამას. მოდი ახლა განვიხილოთ რა არის პროცედურა. Rezi თუ სწორად გახსოვთ, ცალ-ცალკე გამოყოფდა სხვადასხვა ალგორითმს. მე ამ ალგორითმს რაღაც სახელს დავარქმევით და ვიყენებდით ხშირად. ეგ არის პროცედურის მაგალითი. მოკლედ ჩვენ შეგვიძლია რაღაც ბრძანებების მიმდევრობას დაგვერქვას სახელი და მე გამოგვეყენებინა ეს უფრო ხშირად. განვიხილოთ ახლა Java-ში და Python-ში ეს პროცედურის მაგალითები. როგორც ხედავთ, Python-ში ვიყენებდით keywords defines, შესაბამისად define calculate, ორ წერტილი და შიგნით ტანი. რაც შეეხება Java-ს, აქ define-ის მაგალითად წერთ voids. ესე იგი void calculate იგივე გამეორდა და არის ტანი. ახლა თუ დააკვირდებით ამ შემთხვევაში ამის გამოყენება შეგვიძლია ხშირად, ხო? აი calculate-ს სადაც არ უნდა გამოვიყენოთ, ყოველ ჯერზე მოხდება ერთ და იგივე რაღაც. მაგრამ თუ დააკვირდებით, აქ გვაქვს ჩვენ ფიქსირებული 10-იანი. ანუ ზოგადად, როდესაც კოდში ჩვენ გვაქვს ასეთი ცხადად გაწერილი
კონსტანტა, რიცხვით მნიშვნელობა, ამას ვიძახით ხოლმე მაგიურ რიცხვებს, magic numbers ასე ქვია. და ზოგადად უნდა ვერიდოთ ასეთ რაღაცებს. და ძალიან მოსახერხებელიც იქნებოდა, რომ ამ ჩვენ კოდის პატარა ნაწილში, რომლის გამოყენებაც ხშირად გვინდა, უფრო მოდულარული იყოს და ფიქსირებული მნიშვნელობა შიგნით არ ქონდეს გაწერილი. აი მაგალითად for in range 10-ის მაგივრად, კარგი იქნებოდა ხო რაღაც ცვლადი გქონდეს n, რომელსაც რა მნიშვნელობასაც გვინდა და იმას დავუყენებთ და შესაბამისად თუ გვინდა რომ იყოს n 7-იანი, მაშინ ეს for ციკლი შესრულდებოდა 7-ჯერ. აი ამ პრობლემის გადასაჭრელად მოდი გავხსენოთ როგორ გამოიყურება ფუნქციები მათემატიკაში. მათემატიკაში ვიცით რომ ფუნქცია არის რაღაც ორ სიმრავლეს შორის ასახვა. ამ შემთხვევაში განსაზღვრის არე არის მოცემული x-ი, ხოლო y არის მნიშვნელობათა სიმრავლე. ასევე გვაქვს რაღაც წესი f, რომელიც x-ის ერთადერთ მნიშვნელობას შეუსაბამებს y-ის რაღაც კონკრეტულ მნიშვნელობას. აი, მაგალითისთვის თუ ჩვენ ეს f წესი, ანუ f ფუნქცია ასე განმარტებული, fx უდრის x + 1, ეს იმას ნიშნავს, რომ x-ში რაღაცა კონკრეტული ნიშნულობა რაც იქნება, მაგას ერთით მეტ ნიშნულობა შეუსაბამებს y-ში. ასევე განვიხილოთ ეს შემთხვევა, როდესაც გვაქვს მოცემული a კვადრატების ფუნქცია, შესაბამისად x-ში -2 და 2-ს შეესაბამება y-ში 4-იანი. მათემატიკაში ფორმალურად აი ასე იწერება ფუნქცია fx უდრის x + 1. ხოლო, როდესაც გვინდა განმარტოთ რა სიმრავლებზე გვაქვს საუბარი, წერთ f-ი 2 წერტილი x-ი, ანუ განსაზღვრის არე, ხოლო y-ი, ანუ მნიშვნელობათა სიმრავლე. თუ გვინდა რომ ეს ფუნქცია მოვიდოთ 10-იანზე, აი ასე დავწერთ f10, ხოლო სადაც x-ი შეხვდა, მაგის ადგილას ყველგან ჩავანაცვლებთ 10-იანს. x ეწოდება ფუნქციის პარამეტრი, ხოლო ჩაშვებულ მნიშვნელობას არგუმენტი. აი, როდესაც ჩვენ განვარტავთ ფუნქციას, მაშინ მრგვალ ფრჩხილებში ჩაიწერება პარამეტრი, ასევე ამავე მრგვალ ფრჩხილებში ჩაუშვებთ არგუმენტს და შესაბამისად x-ში ყველა ადგილას შეიცვლება 10-იანი. f10 დამიბრუნებს 11-ს. ეს შეგვიძლია ასედაც დავწეროთ, რომ ფუნქციაში შევიდა 10-იანი და გამოვიდა 11. ანუ ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ ამ 10-იანს input-ი, ანუ შესავალი და output-ი, ანუ გამოსავალი. შესაბამისად, ეს ფორმალური იგივე არის fx-ი მიდის y-ში. ვენდინგის მანქანა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ფუნქციად. აი დავუშვათ დგას ეს ჩვენი მანქანა და ჩავაგდეთ ხურდა. ეს ხურდა შემდეგ დაგვიბრუნებს რაღაც სასმელს, ხო? ფორმალურად შეგვიძლია ასე ჩავწეროთ. აპარატი, ანუ ფუნქციის სახელი ამ შემთხვევაში, ხურდა არის განსაზღვრის არე, ხოლო სასმელი არის მნიშვნელობათა სიმრავლე. შესაბამისად, ამ ჩვენ აპარატში შემოდის ხურდები და გამოდის სასმელები, ხო? მაგრამ თუ დავაკვირდებით, საკმარისი ინფორმაცია გვაქვს მიცემული ამ ჩვენი ფუნქციისთვის, რომ სასმელი დაგვიბრუნოს. აი, როგორ შეგვიძლია ავირჩიოთ სასმელი. ამისათვის ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ ახალი პარამეტრი, რომელიც იქნება კოდი. აი, დავუშვათ აპარატი, ხურდა, კოდი, სასმელი. მათემატიკაში რო გვიწერე fx-ი მიდის y-ში, ეს x-ი არ არის მაინც და მაინც ერთი სიმრავლე. ჩვენ შეგვიძლია რომ განსაზღვრის არე გქონდეს რამდენიმე. ანუ მივიღოთ რამდენიმე პარამეტრი და ასევე გქონდეს გამოსავალი. ამ შემთხვევაში y. მოდი ახლა დავუბრუნდეთ Java-ს და ნახოთ როგორ შეგვიძლია ამ პროცედურაში რაღაც მნიშვნელობის შეტანა. ზოგადად პროცედურა არის ფუნქციის ტიპი. ფუნქციის ტიპებზეც ცოტა ხანში ვისაუბრებთ, ახლა ისევ მაგალითს დავაკვირდით. ჩვენ შეგვიძლია პარამეტრები განმარტოთ ზუსტად მათემატიკაში როგორაც მრგვალ ფრჩხილებში წერდით, ანალოგიურად იწერება აი აქ. აი void calculate მრგვალი ფრჩხილები და შიგნით იქნება int n. ანუ ამ მრგვალ ფრჩხილების დონეზე განმარტავთ ცვლადს, დავარქვეთ მაგალითად n-ს. მერე ამ n-ის გამოყენება შეგვიძლია თავისუფლად და როდესაც უკვე გამოვიძახებთ, ანუ გამოვიყენებთ ამ ჩვენ ფუნქციას, მაგალითად calculate-ზე თუ მოვდეთ არგუმენტ 5-იანს, 5-იანი ჩავა n-ის ადგილას და სადაც გვიწერია, ყველგან მან ჩაჯდება 5-იანი. ამის მაგალითაც ცოტა ხანში განახეთ უფრო ადვილად რო გავიგეთ. კაი, გასაგებია ახლა როგორ შევიტანოთ აქ ინფორმაცია. მაგრამ ამ ბლოკიდან თუ მინდა რომ რაღაც ინფორმაცია გამოვიტანო, მაშინ რას ვაკეთებ? აი დავუშვათ მათემატიკურად მაქვს ასეთ ფუნქცია, კონსტანტი ფუნქცია, რომელიც რაც არ უნდა მოხდეს მიბრუნეს 10-იანს. f-ი აბრუნებს 10-ს. როგორ შემიძლია ახლა ამ ფუნქციიდან დავაბრუნო მნიშვნელობა? ანუ y-ის სიმრავლეზე მაქვს საუბარი. იმისათვის რომ დავაბრუნოთ რაღაც, Java-ში ვიყენებთ return keywords. return-ი არის ინგლისური სიტყვა და ნიშნავს დაბრუნებას. Java-შიც თუ მინდა რომ რაღაც მნიშვნელობა ფუნქციიდან დავაბრუნო, ამისათვის ვიყენებ ამ სიტყვას. აი, დავუშვათ მაქვს ასეთი მარტივი ფუნქცია, რომელსაც პარამეტრებიც კი არ აქვს და მინდა რომ დავაბრუნო 10-იანი. ანუ წანა რომ მქონდა ის მაგალითი რომ f-ი რომელიც ყოველთვის აბრუნებს 10-იანს თქვა. როგორ გავაკეთებ ახლა ამას Java-ში? განმარტებული მაქვს ფუნქცია და შიგნით ტანში, ანუ ამ ფიგურულ ფრჩხილებს შორის, უნდა დავწერო ბრძანება return. ესე იგი დამიბრუნე. დამიბრუნე რა? ამ შემთხვევაში კონსტანტა 10-იანი. return-ის მარჯვნივ იწერება დასაბრუნებელი მნიშვნელობა. შესაბამისად, როდესაც ამ ფუნქციას გამოვიყენებთ, ანუ გამოვიძახებთ, აი x-ის და y-ის შემთხვევაში
დაბრუნებული მნიშვნელობა შეინახება მათში. შესაბამისად, int x უდრის f-ი გამოძახებული მოპარამეტროთ 10-იანი შეინახება x-ში. ასევე y-ში შეინახება 10-იანი. ძალიან მარტივია, ამის მაგალითს ცოტა ხანში უფრო დეტალურად განახებთ. ერთი შეცდომა გვაქვს აგერ, გამომდინარე იქიდან, რომ Java არის სტატიკურად ტიპირებადი პროგრამირების ენა, ფუნქციას უნდა დავუწეროთ რა ტიპს აბრუნებს. შესაბამისად, აქ void-ის მაგერად უნდა დაიწეროს int-ი. შესაბამისად, ახლა უკვე სწორია. int-ი f-ი return 10. ეს კოდი უკვე გამართულად იმუშავებს Java-ში. როდესაც ფუნქცია რაღაც მნიშვნელობას არ აბრუნებს, ამ დროს წერთ ხოლმე void-ს. აი, წელან ჩვენ მაგალითებში არ დაგვჭირებია არაფრის დაბრუნება. უბრალოდ რაღაცას ვაკეთებდით. ქონდა რაღაც პროცედურები, რომელიც რაღაცებს აკეთებდა, ხო? ამიტომ ამ დროს იწერება void-ი. მაგრამ როდესაც ჩვენ გვინდა რაღაც მნიშვნელობის დაბრუნება, მაშინ აუცილებლად იწერება Java-ში ტიპი. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ვაბრუნებთ თელ რიცხვს, აქ იწერება int-ი. მაგრამ თუ დავუშვათ true ან false-ის დაბრუნება მინდა, ამის მაგალითსაც გავაკეთებთ. მაშინ რა თქმა უნდა int-ის მაგრად დავწერდით booleans. აი ახლა დავაკვირდით ამას. დავუშვათ გვაქვს მოცემული ასე მაგალითი. add ფუნქცია გვაქვს, რომელიც არის განსაზღვრული თელ რიცხვთა სიმრავლეზე და აბრუნებს ისევ თელ რიცხვს, ხო? ანუ ორი მთელი რიცხვის დამატების ფუნქცია. მათემატიკურად მოცემული. მოდი ახლა Java-ში დავწეროთ ეს ჩვენი დამატების ფუნქცია. ვიცოდით რომ განმარტებული გვაქვს თელ რიცხვთა სიმრავლეზე, ანუ შემოდის 2z და გამოდის z, ესე იგი ინტეჯერებს ვიყენებთ, ხო? გამოდირა იქიდან რომ დაბრუნების ტიპი არის int-ი, დავწეროთ int-ი, add-ი და შიგნით ამ გვალჩხილებში ჩავწეროთ int x-ი და int y-ი. ესე იგი გამოაცხადეთ ჩვენ პარამეტრები და ამ პარამეტრების დახმარებით დავწერთ მიმატების ლოგიკას. ვწერთ ასე return x + y და ახლა უკვე ამის გამოყენება ძალიან მარტივად შეგვიძლია. ნახეთ, main-ში უკვე შეგვიძლია დავწეროთ add და დავუშვათ 10 და 23. ახლა რა მოხდება? 10-იანი და 23 ჩაძვრებიან x-ის და y-ის ადგილას და ესენი ერთმანეთს რომ დაემატება, დაგვიბრუნება ამათი ჯამი. მოდი ახლა ეს დაბრუნებული მნიშვნელობა შევნახოთ რაღაც result ცვლადში. int result უდრის add s და გავუშვათ. დაგვირთ ახლა break point შემიძლია დავსვა აქ და შევძრეთ. თუ გახსოვთ წეგან იმის რებზე რომ ვლაპარაკობდი, გარდა გადაბიჯებისა, აგერ გვაქვს შებიჯება. ამ შემთხვევაში მოდი გამოვიყენოთ შებიჯება. ეს არის step into. დავაკლიკოთ, ნახეთ, შევედით ფუნქციაში. აგერ x-ში, როგორც ხედავთ, ინახება 10-იანი, იმიტომ რომ არგუმენტად შემოშობილი გვაქვს 10-იანი და y-ში ინახება 23. შესაბამისად, ახლა x + y თავისთავად ვიცით რასაც დააბრუნებს. და ნახეთ, ჰოპ, result-ში უკვე შევინახეთ 33. მოდი კიდე ერთი მაგალითი განვიხილოთ, წეგან ხო ვამოწმებთ, იყო თუ არა ადამიანის დასრული. მოდი გავაკეთოთ boolean ფუნქცია, boolean is adult და შემოვიდოდეს ასაკი. დავუშვათ int age და ვაბრუნებდეთ რა, თუ age მეტი ან ტოლია 18-ზე, მაშინ ყოფილიყო დასრული. და მაგალითად შემიძლია boolean რაღაცა s-ი იყოს და შევამოწმოთ დასრულია, აბა მაგალითად 10 წლის ადამიანი? ან შევამოწმოთ boolean k-ზე დასრულია 33 წლის ადამიანი? რა თქმა უნდა, აქ რა მოხდება? ამ ბრძანების გაშვების დროს 10-იანი შევა იქ, 10-იანი მეტი ან ტოლია 18-ზე? არა. შესაბამისად, რო გავუშვებთ ამ ბრძანებას დაგვიბრუნებს false, ხოლო 33 შემთხვევაში გვიბრუნდება true. კოდის წერისას ზოგჯერ ძალიან გამოსადეგარია, რომ დავტოვოთ რაღაც მინიშნებები. პროგრამირებაში ამას ვეძახით კომენტარებს. ალბათ გახსოვთ, რომ როდესაც რაღაც ტანი გქონდა ცარიელი, ასე ვაწერდით ხოლმე, რომ do something and done, ხო? ეს ვითომ რაღაც არსებული ფუნქცია, რომელსაც ვიძახებთ, ხო? სინამდვილეში ესენი არაფერი ფუნქცია საერთოდ არ არის, უბრალოდ თვალსაჩინობისთვის წერდით ასე. ახლა ეს რო გადავიტანო IntelliJ-ში, რა თქმა უნდა ამოვაგდებ შეცდომებს, რომ მეტყვის do something-ი რა არის, ან done-ი რა არის. ზუსტად ასეთ შემთხვევაში ძალიან გამოსადეგარი არის კომენტარები. აი, როდესაც დავწერთ ორ დახრილ ხაზს, ამის მერე რაც არ უნდა დავწეროთ, კომპიუტერი მას დააიგნორებს. ანუ Java-ს კოდის ნაწილად იგი აღარ მიიჩნევა რა. მაგალითად აქ მეწერება მე do something to რაღაც ქართულად, თუნდაც ქუბიტი. არაფერი პრობლემა არ არის. ეს არის უბრალოდ მინიშნება ჩემთვის. აი, ამ შემთხვევაში განვიხილავთ ცალხაზიანი კომენტარები, მაგრამ ცალხაზიანი კომენტარის გარდა ასევე შეგვიძლია კომენტარი გავწეროთ მრავალ ხაზზე. ცალხაზიანი კომენტარი, როგორც ნახეთ, იწერება ასე, ორი ცალი დახრილი ხაზი და მარჯვენა მხარეს მთელი ხაზის განმავლობაში რასაც გვინდა იმას დავწერთ და დაიგნორდება. ხოლო რაც შეეხება თუ გვინდა რომ მრავალხაზიანი კომენტარი გქონდეს, ამისათვის გამოიყენება აი ეს სიმბოლოები. დავწერთ დახრილი ხაზი ფიფქი, შინ რასაც გვინდა ჩავწერთ, რამდენ ხაზზეც გვინდა იმაზე გადავიტანთ და დავასრულოთ ფიფქი ხაზით. შესაბამისად ამ დასაწყის და დასასრულს შორის რამდენი ხაზის არ უნდა გქონდეს, ეს სულ კომენტარებია და ზოგჯერ ძალიან გამოსადეგარია
თუნდაც საკუთარი თავისთვის რომ რაღაც განმარტო, ან სხვა პროგრამისტისთვის რომ რაღაც აუხსნო. აი მაგალითისთვის თუ გვაქვს რაღაც int x უდრის 10, შეგვიძლია ზევიდან დავაწეროთ კომენტარი რომ ვაცხადებთ ცვლადს და ვანიჭებთ ნიშნულობას 10-ს. ახლა რა არის კონვენცია? პროგრამირების კონვენცია არის რაღაც წესებისა და რეკომენდაციების ნაკრები, რომელიც გვეხმარება რომ ორგანიზებული და სუფთა კოდი ვწეროთ, ისე რომ მარტივ გამოსაყენებელი იყოს. ცვლადის სახელის დარქმევის მრავალი კონვენცია არსებობს. მაგალითისთვის განვიხილოთ camel case. თუ ჩვენ ცვლადის ისეთ სახელს ვარქმევთ, სადაც მრავალი სიტყვა ურევია, ამ შემთხვევაში ყოველი შემდეგი სიტყვის პირველი ასო აუცილებლად უნდა დაიწეროს დიდად. მაგრამ პირველი სიტყვის შემთხვევაში ეს არ ცვლდება. ანუ პირველი სიტყვის პირველი ასო არის პატარა, ხოლო შემდეგი ყოველი სიტყვის პირველი ასო იქნება დიდი ასოთი. და camel case რატო ქვია ახლა რა? თუ დააკვირდებით, ეს case ძალიან გავს აქლემს. ანუ ეს ვითომ camel-ის ნაწილი არის თავი და კუზები არის ეს შემდეგი სიტყვის პირველი დიდი ასოები რა. snake case-ის შემთხვევაში ყველა ასო იწერება დაბალი შრიფტით, უბრალოდ ქვედატირე იწერება მათ შორის. Pascal case-ი ძალიან გავს camel case, უბრალოდ ამ შემთხვევაში პირველი სიტყვის პირველი ასოც დიდად იწერება. Screaming snake case-ი არის იგივე snake case-ი, უბრალოდ იწერება დიდი შრიფტით. Kebab case-ი კი ძირითადად გამოიყენება ფაილის სახელის დარქმევის დროს. აი Java-ში კი ძირითადად ვიყენებთ camel case და Pascal case. აქამდე ჩვენ შევამჩნევდით, რომ slide იქნება თუ რაც იქნებოდა, ყოველთვის ვიყენებდით snake case. გამომდინარე იქიდან, რომ კარლოდან გადმოვედი. მაგრამ აწი ყოველთვის გამოვიყენებთ კომენტარებს და Java-ს შესაბამისი კონვენციით დავწერთ. განავიდეთ კიდევ ერთ საინტერესო თემაზე და განვიხილოთ რა არითმეტიკული ოპერაციები გვაქვს Java-ში. ესენი არის მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა და მოდულოს ოპერატორები. ამებს ეწოდება ორობითი ოპერატორები, გამომდინარე იქიდან, რომ ორ ცვლადზე ხდება მოქმედება. ეს მოდულო ალბათ არ გეცნობათ, იმიტომ რომ ეს არის ნაშთის ამოღების ოპერატორი. ამის მაგალითსაც განვიხილოთ. შედარების ოპერატორები აი ესე გამოიყურება. აი ორი ცალი ტოლია რო წერია, ეს ნიშნავს, რომ ადარებს მარცხნივ არსებულ გამოსახულების მნიშვნელობას მეორეს. თუ არის ერთმანეთის ტოლი ესენი. ძახილის ნიშანით რო წერია, ეგ ნიშნავს არ უდრის. მეტობა ნაკლებობა და ესენიც უკვე იცით, მეტი ან ტოლია, ან ნაკლებიან ტოლია. აი ეს კოდის მაგალითი რო განვიხილოთ რა, დავუშვათ რაღაც ცვლადს გამოვაცხადებ, int x უდრის 10, ეს იმას ნიშნავს, რომ x-ში 10-ის მნიშვნელობას ვინახავთ. ერთი ცალი ტოლობა ნიშნავს მინიჭებას, ანუ მარჯვნიდან რაღაცას ვინახავთ მარცხნივ, ხოლო როდესაც წერია ორი ცალი ტოლობა, ეს ნიშნავს, რომ ვადარებთ. ანუ if x equals 10, ანუ თუ x-ი უდრის 10, და ეს უკვე აბრუნებს ლოგიკურ მნიშვნელობას, ანუ boolean მნიშვნელობას, ეს იქნება true ან false. შესაბამისად, რადგანაც ახლა x-ი უდრის 10, 10 უდრის 10, დაჯდება true და შესაბამისად შესრულდება if-ის შიგთავს. Java-ში ასევე გვაქვს მინიჭების ოპერატორები. პირველი მათგანი წამან უკვე განვიხილეთ, არის ერთი ცალი ტოლობა, რაც ნიშნავს მარჯვნივ არსებულ მნიშვნელობას, ანიჭებს მარცხნივ არსებულ ცვლადის მნიშვნელობას. ასევე მაგის სხვანაირი სახეობებიც გვაქვს, პლუს ტოლია, მინუს ტოლია და ასე შემდეგ. თუ დავწერთ x პლუს ტოლია 5, რა მოხდება? x მიენიჭება x-ზე 5-ით მეტი მნიშვნელობა. ანუ x პლუს ტოლია 5 არის შემოკლებული ვერსია, წეგან რო წერდით x-ი ტოლია x პლუს 5-ის. ამის მაგალითსაც განახებთ სლახაში. ასევე გვაქვს ასეთი საინტერესო მინიჭების ოპერატორები, პლუს პლუსი და მინუს მინუსი. ესენი რას აკეთებენ ახლა? შეიძლება შევქმნას x პლუს პლუსი ან x მინუს მინუსი. მთელი იდეა არის ის, რომ x-ის მნიშვნელობას იგი გაზის 1-ით ან შეამცირეს. მაგრამ თუ დავუკვირდებთ, გვაქვს ამისი ორი განსხვავებული ვერსია. შეიძლება ეს ოპერატორი x შემდეგი იყოს ან x-ის წინ. ამის განსხვავება ძალიან საინტერესოა და მოდით დავაკვირდეთ IntelliJ-ში მაგალითს. ნუ, ყველაზე მარტივი რა თქმა უნდა არითმეტიკული ოპერატორები იყო, მაგრამ მან ჰქონდა მოდულო, რომელიც შეიძლება იყოს უცხო. მაგრამ ახლა გამოვიყენებთ და ძალიან მარტივად ვნახავთ თუ როგორ გამოიყენება იგი. ანუ იდეაში თუ გვაქვს რაღაც ცვლადი და დავუშვათ გვინდა შევამოწმოთ ეს ჩვენი რიცხვითი მნიშვნელობა არის თუ არა ლუწი ან კენტი. ამისათვის ძალიან მარტივად შეგვიძლია ასეთ რაღაც დავწეროთ. თუ x-ი პროცენტი, ანუ მოდულო 2 უდრის 0-ს, ამ შემთხვევაში ეს არის ლუწი. და როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? x გაყოფს 2-ზე და ნაშთი დაბრუნებული თუ არის 0, მაშინ ყოფილა ლუწი. ახლა 23-ზე რო გავუშვათ ეს, ვიცით რომ შეგნით არ შევა რა. აი დაკვირდით, გავუშვით x არის 23 და ნახეთ რა მოხდება. როდესაც აი ეგ გადავალთ, if-ში ვერ შევალთ. რატომ? აი ისევ ეს პანჯერა გამოვიყენოთ, x-ი პროცენტი 2, ნახეთ რა ხდება. გავუშვათ და რას გვიბრუნებს? დაბრუნა ერთიანი.
ეს იმას ნიშნავს, რომ x-ის, ანუ 23-ის 2-ზე გაყოფისას ნაშთი არის 1. და 1 უდრის 0-ს, ანუ x% 2 უდრის 0-ს, იქნება ეს false. თუ false-ია, რა თქმა უნდა if-ში შიგნით არ შევა. და რომ დააკვირდეთ, მართლაც ეგრე მოხდება რა. ეს ჩვენი მოდულოს ოპერატორი. მოდი ახლა დავაკვირდეთ ჩვენ საინტერესო პლუს და მინუს ოპერატორებს რა. დავუშვათ გვაქვს int x-ი უდრის 10. თუ დავწერ if x-ი პლუსი მეტია სიტყვაზე 10-ზე, ახლა საკითხავი აქვს შიგნით შემოვა თუ არა რა. x-ის მნიშვნელობა არის თავიდან 10. როდესაც წერთ x++, ეს გვიბრუნებს ერთით გაზრდილ მნიშვნელობას. მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს x-ის მარჯვნივ წერია ეს ოპერატორი თუ მარცხნივ. აი ახლა ამ შემთხვევაში რო გავუშვათ, ნახე რა მოხდება. დავუშვათ x-ი გავხადოთ 200 თუ შემოვა შიგნით. გავუშვათ ეს ჩვენი კოდი ისევ დებაგინგ რეჟიმში და ნახეთ რა ხდება. როდესაც აქ მოვა, როდესაც x-ის მარჯვნივ წერია ეს ჩვენი პლუს ოპერატორი, x-ის აქამდე მნიშვნელობა რაც ქონდა, ხო? როდესაც x-ის მარჯვნივ წერია ეს ოპერატორი, x-ის არსებულ მნიშვნელობას გამოიყენებს პირობაში. ანუ რას გულისხმობ? ამ შემთხვევაში 10 ხო არის ეს? 10 მეტი 10-ზე არა. ამიტომ ამ if-ში არ შევა. ნახეთ რა მოხდება? კი, მართალია გაზარდა რა, მაგრამ პირობაში გამოიყენა 10-იანის მნიშვნელობა. მაგრამ ანალოგიურად, თუ აგერ პლუს დავწერდით, ნახეთ რა მოხდებოდა? მოხდებოდა pre-increment-ი. ის იყო post-increment-ი. ანუ ბრძანების გაშვების შემდეგ გაიზრდებოდა. ხოლო აქ რადგან წინასწარ დაუწერეთ, ნახეთ, ჯერ x-ის მნიშვნელობას ერთით გაზრდის, აი x-ი ხო არა ამ შემთხვევაში 10. აი ეს ბრძანება როდესაც გავუშვეთ, ნახეთ რა მოხდება? x-ი გაიზარდა, გახდა 11 და უკვე შემოვედით შიგნით. მოდი ახლა დაუბრუნდეთ ლოგიკას და ვნახოთ რა ლოგიკური ოპერატორები გვაქვს Java-ში. დათომ ახსენა სამი ძირითადი ოპერაცია: და, ან და უარყოფა. Java-შიც გვაქვს მისი შესაბამისი ოპერატორები. ანუ და აღინიშნება ასე ორი ცალი das ნიშანით, ან კი აღინიშნება ასე ორი ხაზით, უარყოფა ძახილის ნიშნით. განვიხილოთ ახლა ეს მაგალითი. გამოვაცხადოთ ახლა ორი ცვლადი, is raining და has umbrella. იმ შემთხვევაში თუ is raining და has umbrella ორივე არის true, მაგ შემთხვევაში შევალთ if-ის შიგთავში. ანუ ქართულად თუ წვიმს და გვაქვს ქოლგა, მაშინ შემოდი if-ში. თუ გვექნებოდა ასეთი პირობა, if is raining and not has umbrella, ეს ნიშნავს, რომ თუ წვიმს და არ გაქვს ქოლგა. დავამატეთ კიდე ერთი ცვლადი, has raincoat, ანუ გაქვს თუ არა საწვიმარი. და ახლა მივიღებთ ასეთ პირობას, if is raining and has umbrella or has raincoat. მე მინდოდა რომ ესენი დამეჯგუფებინა და ამიტომ ესენი ჩავსვი ფრჩხილებში. შესაბამისად მივიღეთ რომ და ოპერატორის მარცხნივ და და ოპერატორის მარჯვნივ გვაქვს ორი განსხვავებული ლოგიკური წინადადება. და მათი გაერთიანებით უნდა მივიღოთ პასუხი, ან true, ან false, ხო? მაგრამ თუ გავიხსენებთ ჩვენ დომინაციის კანონებს, ვიცით რომ როდესაც ვიყენებთ და ოპერატორს, მაშინ საკმარისია ერთი false-ი სადმე რომ გაერიოს, ეგრევე პასუხი დაგვიჯდება false. ამ დომინაციის კანონს Java ძალიან კარგად იყენებს და მას ვეძახით მოკლე ჩართვას, ანუ short circuiting-ს. დავაკვირდით ისევ აი ამ მაგალითს და ხედავთ გვაქვს მოცემული პირობა. თუ აქ is raining არის მცდარი, ეს უკვე საკმარისია იმისათვის რომ თქვათ რომ თლიანი წინადადება არის მცდარი. შესაბამისად, das მარჯვენა მხარეს რაც წერია, მაგ გამოსახულების გამოთვლა არ არის საჭირო. შესაბამისად, short circuiting-ი Java-ში ზოგავს რესურსებს და არასაჭირო გამოთვლებს თავიდან გვარიდებს. აი თუ დააკვირდებთ, ახლა ვიყენებდით ორცალ das სიმბოლოს. მაგრამ თუ ჩვენ გამოვიყენებთ bitur das და bitur ans, ამ შემთხვევაში short circuiting-ი არ ხდება. შესაბამისად, აქ მიუხედავად იმისა, რომ is raining შეიძლება იყოს false, das მარჯვნივ რაც წერია, მაგ გამოსახულება მაინც გამოითვლება. გამომდინარე იქიდან, თუ როგორაც მუშაობს ეს ჩვენი ბიტური ოპერატორები. ზოგჯერ გვჭირდება მრავალი ერთიანი მონაცემის დაჯგუფება, ისე რომ მერე ჩვენთვის ადვილი იყოს ამ მონაცემებზე წტომა. ზუსტად ამ პრობლემის გადასაჭრელად Java-ში გვაქვს მასივები. დავუშვათ გვაქვს პროგრამა, სადაც გვინდა რომ შევინახოთ სტუდენტების ქულები. ამისათვის რამდენი სტუდენტის გვაქვს, იმდენი სტუდენტი დაგვჭირდება, ხო იდეაში. ეს იქნება ყველაზე პრიმიტიული მაგალითი. მაგრამ აი დავუშვათ 200 ცალი სტუდენტი რო ყავდეს 200 ცალ სხვა არ შევქმნით. ამისათვის შეგვიძლია უბრალოდ გამოვაცხადოთ მასივი და შიგნით შევინახოთ ეს ჩვენი სტუდენტების მონაცემები. Java-ში მასივის გამოცხადების სინტაქსი აი ასე გამოიყურება. ამ შემთხვევაში გვაქვს მოცემული ინტეჯერის შემთხვევა, მაგრამ int-ის მაგვირად რაც არ უნდა დავწეროთ, მაინც იმუშავებს. თუნდაც boolean თუ გვინდა და int-ის მაგვირად ჩავწერდით booleans. x-ის მარცხნივ წერია ტიპი, ანუ მასივის ტიპი გვაქვს int-ის მასივის ტიპი. int-ი ჭხილი გახსნილი, ჭხილი დახურული
და ტოლობის მარჯვენა მხარეს იწერება new keyword-ი და news შემდეგ ისე ვიგინოერად დავწერთ int-ი, გავხსენით ხილი დავხურეთ. ოღონდ შიგნით იწერება მასივის ზომა. აი სტუდენტების მაგალითზე, თუ გვინდა რომ გამოვაცხადოთ ახალი მასივი, სადაც შევინახავთ სტუდენტების ქულებს, თუ გვაქვს 8 სტუდენტი, დავწერთ ასე int students უდრის new int შიგნით მასივის ზომა, ეს ჩვენს რამში, ანუ დროებით მეხსიერებაში გამოყოფდა 8 ცალი ინტეჯერის ზომის მეხსიერება. შესაბამისად 32-ჯერ 8 რამდენიც იქნება და ამაზე გვექნება წტომა ძალიან მარტივად ამ ცვლადი სახელით. შესაბამისად students-ით უკავშირდებით მასივს და იმისათვის რომ ამ მასივში თითოეულ უჯრას მივწვდეთ, ამისათვის ვიყენებთ ინდექსებს. მასივის ინდექსები Java-ში 0-დან იწყება, შესაბამისად პირველ წევრზე წლომა როდესაც გვინდა, უნდა გამოვიყენოთ 0-იანი. ამ შემთხვევაში თუ გვინდა რომ მეხუთე სტუდენტის ქულა შევცვალოთ, დავწერთ students მეოთხე უდრის 6. ანუ რა თქმა უნდა, აქაც ისევ კვადრატულ შხილებს ვიყენებთ რა. ამის მაგალითსაც ცოტა ხანში განახებთ. შესაბამისად, როდესაც ეს ბრძანება გაიშვება, აი ამ უჯრაში, მეოთხე უჯრაში უკვე ჩაიწერება 6-იანი. ამ ბრძანების გაშვების შემდეგ კი მასივის მეოთხე ადგილას ჩაიწერება 6-იანი. ახლა ჩვენ თუ გვინდა რომ თითოეული წევრი შევავსოთ, ასე ხო არ დავწერთ, აი მაგალითად students 0 უდრის 9 და ასე შემდეგ, ხო? რაღაც უკეთესი გზა უნდა არსებობდეს. თუ დავაკვირდებით, ეს ჩვენი ინდექსები იცვლება 0-დან მასივის ზომას -1-მდე, ხო? წეგან გავიარეთ იტერატორი. მოდი გამოვიყენოთ ახლა for cycle, იმისათვის რომ გავირბინოთ ამ ჩვენ მასივში. ასეთი პირობა გვექნება დარჩა გაუვლელი წერი, თუ ეს შეგვისრულდება, მაშინ შევალთ ციკლის შიგთავში და ვიმეორებთ ამას სანამ მასივის ბოლომდე არ გავალთ რა. აი ამ შემთხვევაში რადგანაც გვაქვს მასივის ზომით 8, გვექნება იტერატორი ცვლადი i უდრის 0 თავიდან, სანამ i ნაკლებია 8-ზე, მანამდე შევალთ ამ ჩვენს ციკლში, პირობა შეიძლება თითოჯერ და ზუსტად გამოვა რომ შევედით ციკლში 8-ჯერ. ანუ რა გამოდის, რომ ეს ჩვენი i იღებს მნიშვნელობას 0-დან 7-ის ჩათვლით. მოდი ახლა Java-ში გამოვაცხადოთ მასივი. ისევ დავწეროთ სტუდენტების მასივი, რომელიც იქნება ინტეჯერის ტიპის, დავწერთ int-ი, კვადრატული ფჩილი გახსნა დახურა, students უდრის new int და ამ ფჩხელებში წერთ მასივის ფიქსირებულ ზომას. ამ ზომას მე ვეღარ შევცვლით. აი ნახეთ, ამ შემთხვევაში გამოიყოფა 8 უჯრა ინტეჯერის ზომის, რომელშიც თავიდან იქნება int-ის ნაგულისხმელი მნიშვნელობა, რომელიც არის 0. აი მართლაც გავუშვათ და ნახავთ რომ ეგრეა. დავსვათ breakpoint-ი და დავუცადოთ პროგრამას რომ გაიშვას. ნახეთ ახლა რა მოხდება? როდესაც გადავალ, დავერთ ზუსტად 1 2 3 4 5 6 7 8. 8 ცალი უჯრა გამომიყვა, შიგნით წერია 0-იანი. ახლა თუ მინდა ამ თითოეულ უჯრაზე წლომა, რა თქმა უნდა, შემიძლია მივწვდე ინდექსებით. სტუდენტების მენულე, ანუ პირველი სტუდენტების უჯრა, აი ასე შეგვიძლია რომ ჩავწეროთ. შესაბამისად, თუ მინდა ამ რისხვითი მნიშვნელობის შეცვლა, დავწერ 10-იანს. შესაბამისად, სტუდენტების მენულე უჯრაში, ანუ პირველ უჯრაში ჩაიწერება 10-იანი. ასევე ანალოგიურად სიტყვაზე სტუდენტების მეოთხეში შეგვიძლია ჩავწეროთ 25 ან 23. მაგრამ ამ კვადრატულ ფჩხილებში თუ გავწდებით ამ ჩვენს დიაპაზონს, მაშინ ამოვარდება შეცდომა. ამას ქვია index out of bounds-ის შეცდომა რა. აი მაგალითად შეცდომა თუ გვინდა დავწეროთ student-ის მეათე იყოს 30. ვიცით რომ გვაქვს 8 უჯრა და ვეუბნები რომ მოდი რა მეათე შემიცვალო. აი ნახოთ რა მოხდება. გავუშვათ ეს ჩვენი კოდი. თავიდან რა თქმა უნდა ცარიელია. გადავედით. ნახეთ რა მოხდება. თუ დააკვირდებით, აგერ 10-იანი ჩაეწერა მენულე ადგილას, ხოლო მეოთხე ადგილას ჩაეწერა 23. მაგრამ აგერ უკვე მაფრთხილებს რომ რაღაც არ იქნება კარგად საქმე. აი გავუშვით და ნახეთ წითლად დაწერა რომ ეს არის შეცდომა. მოკლედ უნდა ჩავეტიოთ ამ მასივის ზომის ფარგლებში. ახლა მოდი გამოვიყენოთ ეს ჩვენი for cycle, რომ თითოეულ წევრს ძალიან მარტივად მოვიყვეთ. დავწეროთ for int i უდრის 0, i იყოს ნაკლები 8-ზე და გამომდინარე იქიდან რომ უკვე ვისწავლოთ i++-ი, მოდი ამას დავწერ აქ. და for-ის შემთხვევაში ეს იგივენაირად იმუშავებს. შესაბამისად, i-ის მნიშვნელობა შეიძლება 0-დან 8-მდე. ესე იგი გვექნება 0-დან 7-ის ჩათვლის მნიშვნელობა. შესაბამისად, არ დაგვირტყამს ამ ჩვენ შეცდომას. და აგერ 8 დიდად არ მოვწონს აქ რო წერია მაგიური რიცხვი, მოდი student-ის ზომა ასე მივიღოს. student-ის length, როდესაც დაწერთ, ეს ჩვენ მითითებულ კონსტანტ ზომას ჩაგვისვენს აგერ რა. და ესე უფრო კარგად წაიკითხება მარტივად რო ვთქვათ. შესაბამისად, მოდი ასეთ რაღაც გავაკეთოთ. student-ის იური გავხადოთ თავად i და აბა ნახოთ რა მოხდება. თავიდან ვიცით, რომ 8 ზომის ცარიელი მასივი იქნება, ანუ ნულები იქნება შიგნით ჩაწერილი, მაგრამ როგორც კი შევალთ for cycle-ში, ნახეთ რა მოხდება. სტუდენტის იური ამ შემთხვევაში მენულე გახდება 0.
აი აქ არაფერი საინტერესო, მაგრამ მე-1 უკვე 1 ხდება და ასე შემდეგ. მასივს ვავსებთ 0 1 2 3 4 5 6 7 და საბოლოოდ ეს ჩვენი მასივი შეივსო ძალიან მარტივად for ციკლის გამოყენებით. აი ეს მაგალითი კარგია. მოდი ახლა უბრალოდ გავზადოთ ცოტა ეს მასივის ზომა, ახლა გვექნება 100 უჯრა და ნახეთ, აგერ რადგანაც მიწერია student length, ამის შეცვლა აღარ მიწევს, იმიტომ რომ თავისი ჩაჯდება 100-იანი. კოდის შეცვლა საერთოდ არ მიწევს და ძალიან მოკლე კოდით შევძელი რომ 100 ზომის მასივში გავირბინო და თითოეულ ელემენტს მივიწყდე. მოდი ახლა გავუშვათ ეს ჩვენი ბრძანება, დავსვათ breakpoint-ი შიგნით და გავუშვათ. ნახეთ რა მოხდება, გამოიყო 100 უჯრა, ნახეთ რამდენია და ასე მარტივად შეგვიძლია for ციკლით მივწვდეთ თითოეულ მათგანს. აგერ გადავიდეთ ამით და ნახეთ ახლა რა ხდება. ახლა მივყვევით ამას სათითაოდ, ხო? ზოგჯერ არის შემთხვევა, რომ რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში მინდა გავჩერდე. ანუ breakpoint-მა მინდა რომ რაღაც პირობის შემთხვევაში გამაჩერდეს. აი მაგალითად, თუ ვართ მე-50 სტუდენტზე, მაგ შემთხვევაში გაჩერდეს. რა შეგვიძლია მაგისთვის გავაკეთოთ? მოდი გავთიშოთ და ძალიან მარტივ რაღაცას გასწავლით. აგერ ამას დააკლიკავთ კიდევ ერთხელ და ვაწვევით მარჯვენა ღილაკს. მარჯვენა ღილაკის შემდეგ add breakpoint-ის გარდა გვაქვს add conditional breakpoint. ახლა უკვე ნახეთ რა ხდება. პირობა შემიძლია აქ ჩაუწერო და თუ აი უდრის 50-ს, მხოლოდ მაგ შემთხვევაში გაჩერდება. ნახეთ? done. აი კითხვის ნიშანიც მიაწერა, გავუშვათ პროგრამა. ნახეთ რა მოხდება ახლა? როდესაც მივცემ ამას continue სიტყვაზე, ნახეთ რა არის. ესენი გავსებულია 50-მდე და 50-ის მერე შესავსებია. მოგეთ ეს ძალიან გამოსადეგარი რაღაცა რა. მოკლედ for ციკლის გამოყენებით ძალიან მარტივად შეგვიძლია მასივში გარბენა. ანალოგიური იქნება 2D მასივებიც. Java-ში ასევე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ორ განზომილებიანი მასივები. ამას ჩვენ უწოდებთ მასივების მასივებს. აი მასივების მასივი ასე გამოცხადდება, თუ გვაქვს ორ განზომილებიანი მასივი, მაშინ დაგჭირდება ორი წყვილი ამ კვადრატული ფრჩხილებისა და ტოლობის მარჯვენა მხარეს კი უბრალოდ განზომილებები უნდა მივიწეროთ. ამ შემთხვევაში 8 და 3. შესაბამისად მივიღებთ დაახლოებით აი ასეთ მასივს. ამ შემთხვევაში შიგნით შევსებულია ყველაფერი. უბრალოდ დავაკვირდეთ თუ გვინდა რომ თითოეულ წევრს მივწდეთ, ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ორი ინდექსი. ერთი იქნება გარე მასივის, მეორე იქნება შიდა მასივის. შესაბამისად დაგჭირდება რაღაც წყვილი ინდექსებისა, რომლითაც შეგვიძლია ნებისმიერ წევრს მარტივად მივწდეთ. და როდესაც ჩვენ დაგჭირდება ყველა ელემენტში გარბენა, ამისათვის ძალიან მარტივად შეგვიძლია ორი ფორის გამოყენებით ეს გავაკეთოთ. ერთი ფორი უზრუნველყოფს, რომ ჰორიზონტალურად გავირბინოთ, ხოლო მეორე ფორი კი ვერტიკალურად. შესაბამისად გვექნება ორი იტერატორი ცვლადი, i და j და ფორში როდესაც ჩავდგათ მეორე ფორს, ამ შიდა ფორის ტანში, რასაც დავწერთ, უკვე ცნობა გვექნება თითოეულ წევრზე, i და j კოორდინატების გამოყენებით. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა რომ გვიყურეთ. მომავალ ლექციაში გადავალთ ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას. დროებით.